მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემок პასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ვარკედილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. მოგესალმებით მამა დავით. მოგესალმებით მამა დავით. მობრძანებისთვის თავად მადლობა მოწვევისთვის. გაიხარით მამაო, მარხვის პერიოდში შევედით, ასე ვთქვათ, დიდი მარხვის პირველი კვირაა და თუ შეიძლება ზოგადად მარხვის შესახებ რომ გვესაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია კვებითი მხარე თუნდაც მარხვაში ან თუნდაც რა ასპექტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მარხვაში და ზოგადად რა არის მთავარი მარხვაში. კეთილი, მადლობა კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა კიდევ მოწვევისათვის. ეხლა ჩვენ ვიყოფებით მარხვის პერიოდში და ზოგადად მთლიანობაში თავშივე რომ მინდა აღვნიშნო და ვთქვა, რომ ადამიანი რომელიც ცდილობს სულიერად იცხოვროს, ყოველთვის უნდა იმარხულოს. და რა არის მარხვა? მარხვა არის რაღაცისგან თავშეკავება, რომლითაც ასევე რაღაც ზიანდება. მოდი ახლა ეს ორი რაღაც მოკლედ მაინც განვიხილოთ. ადამიანი ახლა შედგება სხეულისა და სულისაგან, სამშვენელისაგან, მაგრამ ჩვენ სხეულ და სულზე გავაკეთეთ აქცენტი. და ორივე გასაფრთხილებელია. წმინდა წერილი გვასწავლის ესეთ რამეს, რომ გახსოვდეს ტაძარი ღვთისა ხარ. ესე იგი ჩვენ სხეულს ისე უნდა გავუფრთხილოთ როგორც ღვთის ტაძარს, რომელიც ჩვენთვის წმინდაა და საკრალური. მაგრამ უპირატესი ამ სხეულში არის სული, რომელიც არის დამკვიდრებული მასში, რომელიც თვითონ უფალმა მისცა. ამიტომ ადამიანი, რომელიც არის ხატება და მსგავსება ღვთისა, ხატებაში როგორც მამა, ძის და სულიწმინდის სამება ერთარცობის და განუყოფლობის, ასევე რომ ხატა უნდა დავიღოთ ხორცის, სხეულის, სულისა და სამშვენელის ერთობა. და გაფრთხილება ჭიმდება ამას ორივეს. და მსგავსება მოკლედ არის ჩვენი ცხოვრებისეული წესი, დამოკიდებულება, მარადიულად მცდელობა განხრთობისა და მიბაძო უფლისა. ესე ამბობენ წმინდა მამები, როდესაც ადამი შეიქმნა სამოთხისეული მდგომარეობა ღმერთთან დამოკიდებულებაში, მარადიულად შეიქმნა იგი. და სწორედ მარხვა გახდა, მარხვის დარღვევა გახდა მიზეზი იმისა, რომ ადამმა დაკარგა სამოთხე ამავდროულად უნანელობით და არა მარტო მარხვით. და რა იყო ეს მთავარი? უფლის რჩევა, რომ არ მიეღო და არ ეკובה იმ ხისგან, რომელიც მას ზიანს მოუტანდა, მან თავისუფალი ნება გამოიყენა იმისათვის, რომ ეურჩა უფალს. ადამიანს უმთავრესი რაცაა ღმერთთან მიმართებაში მსგავსება და რითაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად ამ დედამიწაზე სამყაროში იგრძნოს თავი დამოუკიდებლად, ეს არის თავისუფალი ნება. მაგრამ ეს თავისუფალი ნება როგორ უნდა ვმართოთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ხოლო წმინდა წერილი და მაშინ სანამ დამცველობა იქნებოდა გადმოცემა, ზეპირი გადმოცემა, ადამიანს პირდაპირ უთხრა უფალმა, აი ამ ხისგან მიიღე მარადიული მადლი და ნიჭი და ამით ისაძრდოვე. ეს კიდე იქნება დამღუპელი. და როდესაც ადამიანმა შესწოდა, ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ მან მარხვა დაარღვია მისი სხეულისთვის თუ სულისთვის და ამაზიანებელი რამე მიიღო, რომელიც უფალმა უთხრა, რომ ეს არ ვარგა, არ გინდა. და რატო ახსენე უნანილობა? როდესაც უფალი სამოთხეში ადამიანს ეძახის, ადამიანს სადახარ. ეს არის კიდევ ერთხელ მოწოდება, რომ ადამიანი გონს მოეგოს და მოსალოდნელი იყო ადამიანის პასუხი, რომ უფალო შევწოდე, აქავარ, ანუ სადახარ არა ტერიტორიულად და დროსილსეში ეძებდა მას, არამედ მეც სულიერ მდგომარეობას ეძებდა და მან ესე რომ ვთქვათ, ევას გადააბრალა ყველაფერი. ანუ რომ არ გაგეჩინა ეს, მე ამის გამკეთებელი არ ვიყავ, ხა ჩვენი ენი ძალიან მარტივად რო ვთქვათ და ეს თუ უხეშად ესე არ გამომივა. მაგრამ ის დავიწყებას მიეცა, როდესაც ადამიანს სამოთხეში მოიწყინა. სიყვარულის ნაყოფმა, თვითონაც რომ უნდა და სიყვარულის გაზიარება სხვისთვის, მოიწყინა სამოთხეში და როდესაც იხილა ევა, გახარებული იყო, ბედნიერი იყო, მაგრამ ბოლოს ხედავთ რა. ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში სინანული ჯერ უმთავრესი და მერე ჩვენ სხეულსაც უნდა გავუფრთხილოთ ისე, რომ იმ სამოთხისეული მდგომარეობა უფალთან აღვიდგინოთ. ჯერჯერობით გვაქვს, ასე რომ მარხულობს ჩვენი სხეული
მარხულობ ჩვენი სულისთვის. და მარხულობს არა მარტო საჭმლის მომნელებელი ორგანო, აქ შეიძლება ის დაანაყრო, არამედ მარხულობს უპირატესად ადამიანის თვალი, მე ადამიანის ბაგე, რამე თვალი არის ცოდების უმრავლესობა თვალიდან შედის, ამები ამბობენ და ცოდების უმრავლესობა ბაგებიდან ამოდის. ასევე რა თქმა უნდა, მე მარხულობ მთელი ჩვენი სხეული. აი ესეთი ცხებისაც ისეთი ლოცვები ეკითხება, შვიდი ცხებისაც, არახედვად ბოროტისა, არასმენად ბოროტისა, სვლად გზათა მშვიდობისა და ხელთა შენდა შექმნეს მე. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი სხეული და მე მთელი ჩვენი ნება უნდა ემსახურებოდეს სულის მარადიულობას დედამიწაზე. აი პავლე მოციქულის სიტყვებს დავიხმარიებ. გენა თუ ჭამიდეთ, გენა თუ სუმიდეთ, გენა თუ ყოველსავე რასაცა იქმოდეთ. ღვთის სადიდებლად იქმოდეთ და ღვთის დიდება არ არის მარტო დილა-საყამოს ლოცვების კითხვა და რაღაცის უჭმელობა. ღვთის დიდება, როდის ადამიანი საკუთარ სულზე ზრუნავს და ზრუნავს ასევე მოყვაზე. ისე რომ სულისთვის ლოცვა არის მარხვა. კი ბატონო და თუ მარხვის დარღვევით ადამიანმა 60 დაკარგა, მარხვის დაცვით უნდა შევიდეთ და შევიძინოთ 60 და მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა. მშვიდობისა მამაოებო. გაიხარეთ. მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვათ. დიახ. ისო. სიმხდალესა და პატიებას, ანუ სიმდაბლეს შორის რა სხვაობაა? მადლობა კითხვისთვის. პირველი თქვა სიმხდალე. აი რამოდენიმე დღის უკან ესეთი სახარება იყო აღმოკითხული და გამეორდებით. უკვე თუ გინდეთ პატიებიდან მე მევალ სიმხდალე, უკვე თუ გინდეთ რომ თქვენი შეცოდებანი გაპატიოთ მამამ თქვენმან ზეცათამან, ანუ უფალზეა საუბარი. ჯერ თქვენ აპატიეთ შემცოდე და წინაშე თქვენთან. ანუ პატიება არის ალბათ უდიდესი სიხარულის განცდა ადამიანში. და როდესაც შენ გაპატიებენ და გიხარია, ეს სიხარული უნდა გაიხსენო, რამე თუ შენთან სიხარულის მთხოვნელი ადამიანი არის მოსული პატიების თხოვნის სახით. და რა შეეხება სიმხდალეს. აი ესეთი ლოცვა არის დავით მეფსალმუნით. ისინი ეტლებიდა და ჰუნებიდა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისაით. ანუ უფალი ნათელჩემდა და მაცხოვარჩემდა ვისა მეშინოდეს. უფალი შესავედრებელა არ ჩემი ცხოვრებისა და ვისგან შევძრწუნდე. და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, დაიმახსოვრეთ და გახსოვდეთ, რომ მოთმინება და თავდაბლობა არც ლაჩრობაა და არც სისუსტე. არამედ არის სიბრძნე და წინდახედულობა. ეხლა ადამიანის სიმხდალეს თავისი მიზეზები აქვს, შეიძლება რაღაც კონკრეტული, ანუ ამას რო ვთქვათ შიში. აი ეს შიში რამდენად საფუძვლია და რამდენად უსაფუძვლო. ეხლა ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანი შეიძლება იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ რაღაცის შეეშინდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი სულის ნაწილი. პირობითად ეხლა შეიძლება ყველა ჯვარი გწერია მიწისძვრა მოხდეს, ან ომი დაიწყოს და რაღაცა შიში სუფევდეს, პანდემია იყო, ხო? შიში ქვეცნობიერში თუ ისე ყველასთან მუშაობდა. მაგრამ ეს შიში არ უნდა გადავიდეს სულიერ შიში, რომელიც აფიქრებს ადამიანს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება. ყველაზე დიდი შიში თუ ესე ვიფიქრებთ არის ადამიანის აღსრულება. მაგრამ თუ ჩვენი სარწმუნოება გვაქვს იმდენი, რომ აქ აღსრულებით არ სრულდება ადამიანის სულიერი, ანუ მარადიული ცხოვრება, არამედ სხეული მთავრდება, მაშინ სიმხდალე არ შემოვა ადამიანში. კეთილი. მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. რამდენად ბორის ვიხდი 91 ფსალმუნის განმარტება თუ შეიძლება ცოტა დიდი სამწუხაროდ ახლა 91 ფსალმუნი ისეთი ისიც მაინტერესებს. აი ბოლოს რომ თავდება ესე მაცხოვარება ის ჩვენი ფორმატი ცოტა რთულია. ამას რომ ამბობ რაღაცა ვერ ვიგებ. თუ შეიძლება და მოკლედ. აბა კიდე გაგვიმეორეთ ბოდიში? გაიგეთ? ხო. ძალიან კეთილი. მადლობა. მადლობა კეთილო შეკითხვისთვის. ზოგადად ერთ-ერთ რჩევას მივცემ ნებისმიერ ადამიანს და მსმენელს და ნებისმიერ მსმენელს ვინდა ეკლესიაში იზრდება, რომ ზოგადად 91 ფსალმუნი ბოროტისაგან და შიშისაგან დასაცავად ეკითხება, ეს ახლა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ სასურველია
რომ არაერთ წმინდა მამას, ასევე თანამედროვე სასულიერო პირებს აქვს დაწერილი ძალიან მარტივად გასაგებ ენაზე, როგორც ფსალმუნების, ასევე სახარების 60 ქულოს განმარტება. აი, როგორც 60 სახარების განმარტება აქვს წმინდა თეოფილაკ ბულგარელს, აქვს იოანე ოქროპირს და არის თანამედროვე სასულიერო პირებს. ასევე არის ფსალმუნების განმარტება. და უშუალოდ სჯობს, აი ხა ამას გამოვიყენებ ამ შეკითხვას იმისათვის, რომ სჯობს პირობითად ერთი დღის ან თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში ერთი ფსალმუნი წავიკითხო თავისი განმარტებით, ვიდრე 15-10 წელი ადამიანები ვკითხულობთ ფსალმუნებს, კანონებს ჯგუფში ვართ და მხოლოდ ვკითხულობთ ტექსტობრივად და მისი შინაარსი არ ვიცით. მე ჩემ თავზე ვიტყვი, აი, როდესაც ერისკაცობიდან დილის ლოცვები დავიწყე, ალბათ რამოდენიმე თვის თუ წლის მერე გავაცნობიერე ერთი საოცარი ფრაზა, რომელიც ღამის ლოცვებში არის და დღემდე ძალიან მიყვარს. და არის ესე: შემწე სულისა, ჩემისა იქმენ ქრისტე ღმერთო, რამე თუ შორის საფრთხელთა მრავალთა ვალ, მიხსენ მათგან და მაცხონე მე. აი 91 ფსალმუნის პარალელად მოდის ზუსტად ეს. აი ეს მდგომარეობა არის, რომ ჩემი ცხოვრება უნდა მივანდო უფალს. და ეს მაცხოვარებაი, ანუ ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრება, ჩემი დარჩენილი ამ ქვეყნიური ცხოვრება უფლით უნდა ვატარო და არ უნდა მქონდეს შიში იმისა, რომელიც არის დროული, წარმავალი და ეს შიში მხოლოდ და მხოლოდ ეხება ადამიანის სხეულს, ან მატერიას, ან მის პირობებს და უნდა ვეცადო, რომ ეს არ გადავიტანო ჩემ სულთან მიმართებაში. კეთილი მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით მამებო. გაიხარით საღამოშვიდობას. უფალი იყოს ჩვენი მფარველი, ხრიათ საქართველოს მფარველი. ამინ. მამაო, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. უпроსორად მაინტერესებს თქვენი პირადი წინაზრდება. ვარ ომისა და სპეციალურ ძალების ვეტერანი, ამჟამად პირველი ჯგუფის ინვალიდი. ყველაზე დიდი ცოდვაა მამაო, ვიცი, თვითმკვლელობა და თუნდაც ამის გაფიქრება, მაგრამ ძალიან გაუსაზღვრის მდგომარეობაში ვარ. მიჭირს გადაადგილება, სიარული, ანა ერთდროს თავისუფლად და აშკარსურად და უმახიანად ვებრძოდი ამ ცხოვრებას, მაგრამ ეხლა ასე გაუსაზღვრის მდგომარეობაში ვარ. ხანდახან ვეძლევი ისეთ სიტუაციას, რომ თქმაც მიჭირს ამისი, მაგრამ აი მოგმართავ თქვენ რა ვქნა, როგორ მოვიქცე მამაო. მადლობა კეთილო შეკითხვისთვის და მადლობა თქვენი ცხოვრებისეული ღვაწლისთვის. ეხლა ჩვენ აქ რომ შვიდად შედვართ და ჩვენდა ჩვენ ამ სამშობლოში, როგორც იმ გარდაცვლილი ბიჭების, ასევე თითოეული თქვენთაგანის ღვაწლის შედეგია და ამისთვის მადლობა. ასე რომ დღეს ჩვენთვის რომ გმირობთ, ნუ დაგვაღონებთ თუნდაც იმ ფიქრით, რა თქვენ წეგან ახსენეთ. და ღმერთო დაგიფარო თქვენ და ყველა ადამიანი იმ შედეგებამდე, რაც ზევით ახსენეთ. ასე რომ როგორც დედამიწაზე იბრძოლეთ და იომეთ და გმირობის ტოლფას ღვაწლი თქვენი წლები შეალიეთ, შემაძლებინო თქო უფალო ესე ილოცე, რომ იმ ზეციურ მხედრობაში, იმ ზეციურ მებრძოლებში, ზეციურ საქართველოში, ვინც მოზეიმე ეკლესიის წევრები არიან, იქაც ღირსეულად მომახვედრე როცა შენინება იქნება თქო. აი ესე უნდა იყო მტკიცეთ. პავლე მოციქული ამ ბრძანებს ხნე იყვენით და განძლიერდით. წკიცეთ, დეგით სარწმუნოებასა ზედა. ასე რომ ჩემო კეთილო, ეს დიდებული სამაგალითო შესაშური ღვაწლი, რაც დედამიწაზე გაგივლია და მოგიკოწებიათ, ნუ გადაღვრით და ნუ მიცემთ, ნუ დაუთმო ბოროტს და გახსოვდეთ. თქვენნაირ მდგომარეობას დღეს კიდევ თქვენზე უფრო გაჭირებული ადამიანები ნატრობენ. თქვენ ნახეთ, დღეს მეტყველებთ, მოგმართეთ და მინიმუმ კიდევ დღეს შეგეძლიათ, რომ თუნდაც გადაადგილდე, ან მეგობარი ყავდეს, ან ვიღაცა მოგიკითხოს. არიან ამ სამყაროში, შეიძლება საქართველოში ან არავინ არ ვიცით, ვინც ღმერთს ებედრება თქვენნაირ მდგომარეობას, ესე მადლიერების გზნობა არ დაკარგოთ და უფრო სიხარული და მტკიცედ იქნებით. უფრო მეტად უნდა იყო მისაბაძი და იმახსოვრეთ ახლა ეს კარგად, ბოლომდე.
შეგაძლებინოთ უფალმა. იცოცხლეთ. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმეთ ეთერში ხართ? მოგესალმებით. საღამოშიდობისა. გაიხარით. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. როგორ მივენდოთ ღმერთს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში ისე არ წავა მოვლენები, როგორც ჩვენ ნატყობდით. დიდი მადლობა. გაიხარით. მადლობა თქვენი კითხვისთვის. ნახეთ, როგორ მივენდოთ უფალს. ძალიან საინტერესოა. მე ესე შეკითხვას შეუბრუნებდი კიდე ესეთი შეკითხვით. თუ ენდობით ამ სამყაროში ვინმეს და რატო ენდობით მას და რა იყო ამ დობის საფუძვლები? დობის საფუძვლები არის ესე: ჯერ გაცნობა, მერე ურთიერთობაში შესვლა, მერე ხანგრძლივი დამოკიდებულება ერთმანეთთან, ჭირისა და ლხინის გაზიარება, ესე ავიღოთ მშობლების ნდობა, მეგობრების ნდობა, დედმამიშვილების, საყვარელი ადამიანის და ასე შემდგომ. ამას ხო ჭირდება დრო და ურთიერთდამოკიდებულება. ასე რომ ნდობას პირველ რიგში ჭირდება შეცნობა, ჯერ გაცნობა და მერე შეცნობა. იმისა, ვისაც უნდა ენდო. და ეცადეთ, რომ უფალი უფრო და უფრო გაიცნოთ. აი, კაცობრიობის უდიდესი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უფალს მეტნაკლებად ვცნობთ მხოლოდ ესე რომ ვთქვათ, იმ საშუალებებით, რაც ტექსტობრივად გვაქვს და არა იმ საშუალებებით, რაც პირობითად სწავლებით გვაქვს. ანუ რა, მე ადრე ვახსენა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და როგორ ლოცულობდნენ, როცა დამწერლობა არ იყო. ანუ როგორ ლოცულობდნენ? ლოცვა ხო სულის სუნთქვა და ლოცვა კეთილი საქმეა. და როცა დამწერლობა არ იყო, ადამიანები კეთილ საქმეს აკეთებდნენ. ანუ უფლის შეცნობა დაიწყეთ კეთილი საქმეებით. რამე თუ როცა განკითხვის დღე დადგება, უფალი არ იტყვის, ვინ რამდენს ვკითხულობდით და ვინ რამდენს სანთელს ვანთებდით აზარში. გვეტყვის, ნახეთ, წერია სახარებაში, ხო? პირველ მოსვლისას როგორ უთხრა? შიოდა და არ ამაჭამეთ, წყუროდა და არ ამასუ და ასე შემდგომ. ხორციელი მოწყალების საქმეები და სულიერი მოწყალების საქმეები უნდა აღვასრულოთ. ამით შევიცნობ უფალს და ამით შემოდის ადამიანში მადლი, მარადიული და ასე რომ გაიცანით და მე უკვე რაც უფრო გაიცნოთ, მით უფრო მიხვდებით, სანდო არის თუ არა ის. კი ბატონო. ნია გვწერს Facebook-ში ესეთ კითხვას, როდესაც ადამიანს ეპიდემია ადევს, შეიძლება თუ არა მისი კვეთაში მოხსენიებაო. მადლობა ნიას. რა თქმა უნდა, შემოკეთილო, ადამიანს ეპიდემია რო ადევს, ეს ეპიდემია არის უმთავრესი ეპიდემია სავარაუდოდ ახლა მოიაზრებს ის, როდესაც ის ზიარებისგან არის დაყენებული, მაგრამ ის ეკლესიის წევრია. ადამიანი, რომელიც ნათლობით შემოდის ეკლესიაში, მუდმივად ეკლესიის წევრია, თუ ის ადამიანი ყველა ჯვარისწერია რაღაც განსაკუთრებულად მღვდელმთავრის მიერ ან პატრიარქის მიერ ეკლესიის წევრობიდან არ განიკვეთება. ანუ ის სამშობლოს მოქალაქე იქნება, მაგრამ ეკლესიის წევრობიდან და ასე შემდგომ. და ეპიდემიაში მყოფი ადამიანი არის, რომელიც პირველ რიგში არის მონანული. ანუ მან შეინანა, აღიარა, არ დაფარა თავისი ცოდვები და მას მღვდელმსახურმა თუ მღვდელმთავარმა დაადო სასჯელი იმისათვის, რომ მასში სინანული გაღვივდეს და მან უფრო ღრმად გააცნობიეროს თავისი დანაშაული, რომ მე სინანულიდან გამომდინარე ისევ შემოუერთდეს ზიარებით ამ ეკლესიის უდიდეს საიდუმლოს. ასე რომ ჩვენ როგორც დილის ლოცვებში არამცდუ ეპიდემია დადებულთათვის, არამედ საერთოდ არამართმადიდებელთათვის ლოცულობთ. ხომ დილის ლოცვაში წერია, აცხოვნა შეიწყალე მოძულენი და მაჭირებელი ჩემნი, უარი მწყობელი მართმენ სარწმუნოებისანი. ანუ ჩვენ უფალს ვევედრებით, რომ ისინიც მოიყვანოს დედა ეკლესიაში მათი წყალობით, მისი მადლით და თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებები და მოვალეობით. და თუ ჩვენს მეზობელს რომელიც არ არის დღეს ან მონათრული, ან ეკლესიის მართლმადიდებელი საერთოდ, ხო? მე ვარ საშუალება იმისა, რომ ის ეკლესიაში მოვიყვანო. და თუ ეს მევალდებულება და ამას ვევედრები უფალს, როგორ არ უნდა მოიხსენიო კვეთაში ის სულიერი შვილი იქნება თუ სულიერი ძმა ან და, რომელიც რაღაც განსასწრების გამო დგას სტუაში, როგორც მონანული ადამიანი. რა თქმა უნდა. შეიძლება ჩამოკეთილო, აუცილებელია კიდეც. კი. ოცნება და წარმოსახვა თუ არის ცოდვა, როცა წარმოიდგენ ისეთ სასურველ რეალობას, რომელიც გინდა რომ მოხდეს, ოგწერს გიორგი. კეთილი, მადლობა გიორგი შეკითხვისთვის. შემოკეთილო, პირველ რიგში რამდენად სათნოა ეს ჯერ შენი სულისათვის და მერე უფლისათვის.
რამე თუ ჯერ შენი სული და სინდისი უფრო გიცნობს, შეიძლება უფალ საერთოდ არ იცნობდე. ან პირობითად არ იყო ეკლესიის წევრი. შეიძლება ხო ამ გადაცემაში ვიღაცა რეკავდეს ადამიანი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღის წევრი არ არის. ასე რომ ეს ერთი, თუ ეს სათნოა უფლისთვის, მაგ შემთხვევაში წარმოდგენებით უნდა კარგავ დროს, ღვაწლი. შრომა, რომ ეს წარმოდგენა რეალობად გექცეს. თორე წარმოდგენების მოწონებებით თუ მიეჩვევი, მაგ შემთხვევაში შეიძლება უკვე გაზარმაცდე და აღსრულებისთვის არ იღვაწო. ზოგადად ყველა ადამიანს აქვს რაღაცა სურვილი, მაგრამ იყოს არა ჩემი, არამედ ნება შენი უფალო. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ღმერთს არავისთვის არაფერი არ ენანება მისი სულის ხონებისათვის. არ არის ძუნწი უფალი და ჩვენ არ ვიცით ის რა ჩვენ შეიძლება დაგვაზიანოს, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ სიმდიდრე, სილამაზე, თანამდებობა, წოდება და პატივი. ამიტომ არ გვაძლევს მაგას უფალი. აბა შევხედოთ რაც ზემო ჩამოთვალე ასეთ მდგომარეობაში ყოფ ზოგიერთი ცით ადამიანს, რომელიც არის სულ ან განსაკითხი, ან მოსაძაგებელი და ასე შემდგომ. გირჩევნია იყო ესეთი თანამდებობის პირი, ან ესეთი პატივში, ან ესეთ სიმდიდრეში, რომ ადამიანთაგან იყო მოძულებული. თუ ჯობია როგორც ხარ და უყვარდე ადამიანს. ასე რომ ოცნებები ცხოვრებას ჯობია ღვაწლი და შრომი ცხოვრება. კი ბატონო. მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? შეკითხვა მაქვს ასეთი 87 წლის ქრონიკულმა ავადმყოფმა როგორ უნდა იმართულოს თუ შეიძლება რომ ამიხსნათ. მადლობა დიდი გაგახსნა. მადლობა ალბათონო, მადლობა თქვენ შეკითხვისთვის. აი მადლობა თქვენ იმისათვის რომ ეხლა ამ სახში ბრძანდები და უყურებთ გადაცემას. სადაც ასრულებელები გამოდიან. ეს ჩათვალეთ რომ ერთი კაი დიდი მარხვა კიდე. სულისთვის. ეხლა ზოგადად ძალიან შევეხები მარხვას თავშივე აღნიშნე, რომ პირველ რიგში გამონაკლისი შემთხვევები ან არ მარხულობენ, ან მარხვა უმსუბუქდებათ. ეს არის ხანდაზმულები, მიდგომილები, ყრმები, ადამიანები, რომელიც სამხედრო სამსახურში არიან და მეხუთე მდგომარეობა არის მე რამდენადაც მახსოვს ჩამოთვალე. ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული არ არის მისი კვება. ან მუშაობს ისეთ სამსახურში, სადაც ყოფილა შემთხვევით გამზადებული საკვები მოაქვთ და ეხლა დილით რო წავა 8 საათზე და საღამოს 8 საათამდე ვერ მოთხოვ იმ ადამიანს რომ მარტო წყალზე იყო, ან როცა ადამიანია მეხუთეშივე მოვიაზრებ, როცა ადამიანი არის საქართველოს ყველას ერთნაირად ვერ მოთხოვ. ხო, ეს ხუთი უმთავრესი გზავრობაში. თუმცა შეიძლება იზაგვარად ესენიც რაღაც. ლაქტაცისფერი აი დედა რომ მეძუძური დედებიც რა თქმა უნდა, ხო აი მიდგომილებში. ეს იგულისხმობ, კი. მიდგომილებში, ანუ ფეხბურთში ეს. და ადამიანი რომელიც არის მგზავრობაში და მგზავრობაში არ გულისხმობ თბილისიდან იმაში რომ მიდიხარ დედაქალაქიდან ბათუმში. არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და იქაც თავშეკავები და გზარულებით. თქვენ ქალბატონო, აი მე ესეთ რამეს გირჩევთ. თქვენ შეავედრეთ უფალს. თქვენი ცხოვრება, თქვენი ოჯახი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ცოდვილი მგლები რომ უფრო პატიოსან და წმინდად ვემსახურო დედა ეკლესიას და ეს იქნება თქვენი მარხვა. მოეფერეთ, ჩაეხუტეთ თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს და ესაუბრეთ სიმშვიდეზე. ესაუბრეთ იმ გაჭირვებაზე, რაც გადატანილი გააქვს და გავლილით. ასწავლეთ ღვთისა და სამშობლოს სიყვარული, მიცვალებულთა პატივისცემა და ადამიანების სიყვარული, რა თქმა უნდა, ეს იქნება თქვენი მარხვა. თქვენ როგორ შეიძლება ეხლა რომ რამე საკვებისგან თავი შეიკავოთ. თქვენს ხეულს რაც სჭირდება მისი ჯანმრთელობისათვის, ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ. კი ბატონო. მაყურებელია კვლავ. გისმენთ ეთერში ხართ? გასვით კითხვა. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. პირველ ყოფილი თემური წობილობის დროს ადამიანები რომ ჯოგებად ცხოვრობდნენ ნახულია მათი სამუშაო იარაღები, სანადირო იარაღები, თუნდაც ზეზვა და მზია საქართველოში ახული. ესენი რომელი ადამიანები არიან, რა დროინდელი? მადლობა კითხვის. კეთილი. ეხლა რომელი ადამიანები არიან, ამაში რას გულისხმობს საინტერესოა. თუმცა უძველესი ადამიანები დედა ეკლესიიდან ჩვენ ადამიანიდან ვიწყებთ ათვლას. ადამიანიდან სამყაროს შექმნიდან არა, ადამიანის შექმნიდან. ხო, სამყაროს შექმნიდან თუნდაც არა 6 დღეთას ვამბობ, ანუ მე 6 დღეს გულისხმობ. დღემდე არის მე 6
ახალ აღთქმამდე არის 5000 წელზე მეტი და 2000 წელი არის აქეთ. მერვე 1000 წლეულში ვართ ახლა. რაც შეეხება დანარჩენი ახლა ეს ნეოლითის ხანა იქნება, პალეოლითის ხანა იქნება და ასე შემდგომ, ეს უფრო ცოტა ისტორიული კუთხით. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ, საწყისი ამ სამყაროს ღვთისაგან აქვს ერთი კაცობრიობას და ეს ერთი არის ადამი. და ევა არის ადამისაგან გამოსრული, მისი ნაწილისაგან შექმნილი ღვთის მიერ, რა თქმა უნდა, მაგრამ არა საწყისად ისევ ცალკე მიწა, რაც ადამს წითელი მიწა ქვია და არა ცალკე რაც ღვთისგან სული მიეცა. აი ეს მინდა რომ ვიცოდეთ. დანარჩენი ხა სარწმუნოება, მიმდინარეობები, დამოკიდებულებები ეპოქალურად რა თქმა უნდა იცვლებოდა. და რაც შეეხება ახლა ეს პირობითად ის რომ რაღაც მილიონი წლის უკან იყო სამყარო, ჩვენ ამას არ უარყოფთ, მაგრამ მილიონი წლის უკან ადამიანის ძვალი რო იყო, ამაზე არგუმენტირებული პასუხი არც ისტორიკოსებს აქვს და ჩვენ საერთოდ პირობითად ამას უარყოფთ. ნახეთ 6 დღეთაში რომ არის რომ მე-4 დღეს პირობითად შეიქმნა ციური მანათლობლები და მე-5 დღეს შეიქმნა ცხოველები, ფრინველები და მე-6 დღეს ცხოველები და ადამიანი, მე-5 დღეს ფრინველები და თევზები და ქვეწარმავლები. აი ამ ერთ დღეს შორის შესაძლებელია ყოფილიყო სხვაობა თუნდაც 1000 წელი, 2000 წელი, 1 მილიონი წელი, ეს ყველასთვის უცნობია. სალმონში ხო წერია და ერთი წელი ვითარცა 1000 წელი წინაშე თვალთა შენ და უფალო. ანუ პირველი დღიდან ადამიანის შექმნამდე რა პერიოდი გადის ეს არავინ არ იცის, მაგრამ როგორც ადამი იქმნება, აი პასუხად ესე ვიტყვი. ადამი რო შეიქმნა, ჩათვალეთ რომ მივედი ჩვენ მეორე დღეს, წარმოვიდგინოთ ახლა ეს რა შეიძლება თქვას ადამიანმა? დედა ეკლესია ამბობს რომ ადამი არის ერთი დღის, ხო ლოგიკურია გუშინ შეიქმნა, მაგრამ ისტორიულად ადამიანს რო ანალიზები აუღოთ, მისი აგებულება, ძვალი, ზოგადად არის დაახლოებით რაღაც გარკვეული პერიოდის. ავიღოთ პირობითად 33 წელიწადი. გესმით ხო? იმიტომ რომ ის უკვე ქსოვილი ძვალი, მისი ჩამოყალიბებულია, ვიცით რომ ადამი ჩვილი არ იყო, მაგრამ ისტორიული კუთხით შეიძლება ამაზე თანხმობა ვთქვათ ჩვენ, მატერიაში რამდენი იყო ადამი, მაგრამ სრულყოფილების ასაკში, ხო რაღაც დაახლოებით. ხო, აი პირობითად ამიტომ თქვი 33, 30, 40, 25. როცა ჩამოყალიბებული ერთი თვის არ იყო. კი. ორი თვის არ იყო. ანუ ჩვილი არ იყო. თუნდაც 5 წელი თქვა, აი პირობითად დავუშვათ. სულიერად ვამბობთ რომ ეს არის ერთი დღის ადამიანი, გუშინ მიეცა სიცოცხლე და პირობითად სამედიცინო თვალსაზრისით ჩვენ ვამბობთ რომ ეს აგებულება მისი იძლევა საშუალება თქვა 5 წლით. და მეორე კიდე ჩვენიერი არგუმენტი, მადლობა უფალს ეხლა რადგანაც გამახსენდა. ადამიანი დაიბადა დღეს, დღევანდელ დღეს. ხვალ არის ის ერთი დღის. მაგრამ ის ხომ დაბადება დედის წიაღიდან იწყება. ანუ ნებისმიერი ქსოვილი მას დედის წიაღშივე აქვს, ყალიბდება, ვითარდება და ამ ქვეყანაზე შობადობით ეძლევა მას საშუალება მისი თარიღი აღვრაცხათ. მაგრამ როდესაც აქ ერთი დღის არის ის ადამიანი დედის წიაღში ერთი კვირის უკან, ორი კვირის უკან ხო იგივე ქსოვილი ქონდა, როგორც ძვალი, ასევე ორგანოები და ასე შემდგომ. ანუ ჩვენ ამას ვაღიარებთ სულიერ მიდგომას და ანუ სიცოცხლე საიდანაც იწყება. კეთილი მამაო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. მარიამ მიგწერს, მე ჯანმრთელობიდან გამომდინარე ვერ ვიცავ დიდ მარხვას, მაგრამ შემიძლია ოთხშაბათ პარასკევის მარხვა დავიცვა, ლოცულობ. შეიძლება ამ შემთხვევაში ვეზიარო ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი მივიღო. მარხვა მოკლედ დღეს აქტუალურია ჩვენს გადაცემაში. მარხვის თემა. კეთილო, მარიამ. ერთ რამეს კიდევ გირჩევთ. ქვევიდან ავყვები. სეფისკვერი და ნაკურთხი წყლის მიღება ყოველთვის შეგიძლია. როცა ამისი სურვილი გექნება. ზოგადად ადამიანი ცდილობს რომ უზმოზე დაიწყოს ამი ცხოვრება, მაგრამ თუ ეხლა უგზალო მდგომარეობაში, ანუ ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ შუა დღესაც მოუნდეს ნაკურთხი წყლის მიღება, ამის პრობლემა არ არის. მეორე, მარხვა შეძლების დაგვარად დაიწყეთ. ოთხშაბათი მაცხოვრის ამ ქვეყნად გაცემის დღეა, პარასკევი მაცხოვრის ჯვარცმის დღეა. დაიწყეთ ეს მარხვა ასე. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეცადეთ რომ გაიცნოთ უფალი, რატომ მარხულობ იმ ოთხშაბათს ეს ისწავლეთ ამ მარხვაში. ეს იქნება თქვენი ყველა დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და აი ეს ჩაგეთვლებათ მარხვა ღვთის წინაშე მე ესე ვეთყოდით ჩემთან ახალ მოგზანებულ ადამიანს. იმარხულე ოთხშაბათი და პარასკევი, მხოლოდ მთელი ამ 40 დღის განმავლობაში და მერე ნებიშვიდეულში გაიცანი უფალი. აი მამები როგორ ამბობენ, სინანული არის საშუალება ზიარებისა და არა მაინც მარხვა. ჯერ არის სინანული. თუ სინანული არ აქვს, შეიძლება მთელი მარხვა შეინახო, ანუ რა უჭმელობა არ არის მარხვა. ბოროტი საერთოდ არ ჭამს, ეგრეთ წოდებული ეშმაკი. ასე რომ ეცადეთ,
ეს 40 დღიანი პერიოდი, მარხვის პერიოდი გამოიყენეთ როგორც მაცხოვარი დედამიწაზე მოვიდა და ჩათვალეთ რომ 40 დღე ადამიანებთან ერთად იარა და ბოლოს 7 დღე ანუ ნებიშვიდეული მასთან ერთად გამლო. ვინ გაყვა მას გოლგოთისკენ? ვინ მიყვებოდა უფალს, ვისაც მოეწონა მაცხოვრის ქადაგება პირველ დღეს, მეორე დღეს და ასე მიყვებოდა მას. თუ ამ 40 დღის განმავლობაში უფალს ვერ შეიცრო მცირედით მაინც, მაშინ გოლგოთაზე ვეღარ წახვალ. და აღდგომას მხოლოდ აღნიშნავ სიხარულით, რომ აი წითელი კვერცხი გვაქვს, მისი მნიშვნელობა და სიმბოლოს უნდა ვიცოდეთ სხვადასხვა და მე პასკაც გვაქვს. ტრადიციის აღსრულება ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ შვენიერია. ანუ ნახეთ, შვენიერია და იდეალურია მაშინ, როდესაც იცი რას აკეთებ და მე რატო აკეთებ მას. ასე რომ მიმარხულო ოთხშაბათი და პარასკევი. მეორე მარხვა რომ მოვა ერთ დღეს დაუმატებს ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს. თავარია ეძებოს ღმერთი და ეძებოს სულიერი მოძღვარი. კი ბატონო, ტყუილი ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა, როდესაც ამბობენ კეთილი ტყუილი ვთქვიო. რას მეტყვით ამ ყველაფერზე, წერს გიორგი. მადლობა გიორგი. ზოგადად თვითონ სიტყვა ტყუილი ცუდია. მაგრამ ეხლა ნახეთ, კეთილი ტყუილი კიდე კეთილი ცუდი თანხმობაში, თანხმედრაში ვერ მოდის. მე ამას ცოტა სხვანაირად დავარქვენდით. ადამიანმა შეიძლება სიმართლე არ თქვას წინდახედულობით და სიბრძნით. ამის კეთილგონიერება მას უნდა გააშტეს. ნახეთ, ეს ამბობდა ერთი გამოსილი სასულიერო პირი, რომელიც აღესრულა საქართველოში მთელი ცხოვრება შეწირა ჩვენ დედა ეკლესიას და ეს ამბობდა ეს ყოველივე სიმართლის თქმა ყოველთვის მართებული არ არის. ნახეთ, შესაძლებელია რაღაც მომენტში ადამიანს არ უთხრა სიმართლე არა იმიტომ რომ შენ ის მოატყუო, ან პირობითად შენ მაგას ლაჩრობა ქვია, ხო? რაღაც პასუხისმგებლობა მოირიდო. არამედ აი ამ სიმართლემ ამ წუთას და ამ დროს შეიძლება დააზიანოს მისი სული და ან ემოციური ფონი ისე აუწიოს რაღაცა სხეულიც კი დაიზიანოს. ასე რომ ეს ძალიან განსამიჯნია და ყველაფერს ერთმანეთში ნუაურებთ. აი ბავშვების მოტყუებას კი მშობლებს ურჩევ რომ ეს ძალიან არ შეიძლება. ჯობია ბავშვს რაღაცა სიმართლე ბავშვობიდანვე მივაჩვიოთ და არა ოღონდ ეხლა ეს გააკეთე, მე ეზოში ჩაგიყვანა, ამას გიყიდი, იმას გიყიდი და ბავშვებს თავიდანვე ვაჩვით ტყუილს. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ შედეგამდე მივიდეთ. არა, თხოვნით, ღვაწლით და წინდახედულობით. ცოტა ჩვენს მოვითმინოთ და ბავშვის სიმართლეს მივაჩვიოთ. და ასე რომ ტყუილებს თუ ეხლა მივეჩვევი პირობითად სკოლის პერიოდში არის ხოლმე რომ მშობელი რო არ გაუბრაზდეს, ტყუილი არის ერთ-ერთი საშუალება. გაგვეთილი იგივე ქონდა და ამით ეჩვევა ადამიანი სისუსტეს, ანუ ლაჩრობას, რა გამოვიდა იმ პასუხისმგებლობას, რა მშობლისგან სიმკაცრეს ელოდა აირიდა, მე ეს ძალიან მარტივად გამოვიდა, მე ამას მიეჩვია და უდიდესი პრობლემა მოყვება ამას. თვითონ არენდობა მე სხვა ადამიანებს. რადგანაც თვითონაც უკვე ეწყება ეჭვები ხომარ მატყუებს. იმიტომ რომ მე ამას რო ვაკეთებ ძალიან კარგად გამომდის და ისიც ხო ამას არ აკეთებ ჩვენთან მიმართებაში. ვეცადოთ რომ ჩვენ ცხოვრებაში ეს არ დაგვჭირდეს და თუ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ სიბრძნით და კეთილგონიერებით უნდა მივუდგეთ ამას. კი ბატონო, რა არის უფლის ნებაო? ხო, აი რა არის უფლის ნება პირდაპირ წმინდა წერილი ამბობს. არამნებავს წარწმენა და ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და ცხონება იმისი. აი ამას ამბობს უფალი. არა მოვეწოდებად მართალთა, არამედ მონანულ ცოდვილთა. და ძე ევედრება მამას. ყოველიო დაიცვეო ესენიო, რომელიც მე მომცენო და რათა იყვნენ ისინი ერთნიო, ვისაც ჩვენ ვართნო ერთნი. ნახე რას ევედრება ძე უფალს, რომელმაც მე, ანუ სიმართლე, ჭეშმარიტება, სიწმინდე, თავიანთი თავისუფალი ნებით შემიყვარა, ესენი არიან ერთნი. და როგორც ჩვენ განუყოფელი ვართ მამა და ძე, ესენიც მინდა რომ ერთნი იყვნენ და ესენი იყვნენ იქ, საიდანაც მე მოვედ. ამიტომ არის აღდგომა დღეს მაცხოვარი სულით კი არ ამაღლდა, როგორც არამატერიალური, რომელიც ეცაში იყო, არამედ ის სხეული, რაც მან კაცობრიობით მიიღო აქ, ჩვენ გვაჩვენა რომ შენც ამ სხეულით ამაღლდები და იქნები იქ. ამიტომ უგეშინია იმ გარდაცვალების და იმ გახსნილი სხეულის. თუ უფალს შეუძლია არაფრისგან, არარსისაგან არსობაში ადამიანი შემოიყვანოს, მას იმ სხეულსაც იმ სულ შეუძლია ის უკტავი სხეული აღუდგინოს. აი ეს უნდა უფალს უნდა რომ ჩვენ ყველა ცხოვრობდეთ სინანულით, სიხარულით და იმედით. ეს როგორც მინიმუმ. ერთ-ერთ სახარებაში წერია, ჩართვას სანამ მაყურებელი შემოგზანდება. ნახეთ,
10 ადამიანი მიდის უფალთან სათხოვნელად 10 კეთროვანი სახარება ეს მაგრამ ჩვენ ცოტა მარტივად რო ვთქვათ იქ ყველას თავისი პრობლემა ქონდა ეს არ არის ძალიან ჩაშლილი მოცემული და ყველას განკურნება შეეძლო უფალით მაგრამ ნახეთ დავალებას აძლევს რომ თქვენც ამის ღირსი რო იყოთ წადი და თქვენი თავი უჩვენეთ მღვდელთ ხა უჩვენეთ არ არის რომ მარტო მღვდელს დაინახო ანუ წადი და მღვდელთან ერთად ქრისტიანული ცხოვრება დაიწყეთ წავიდნენ ყველა მიცხოვრა ეკლესიურად და ყველა განიკურნა, ყველა მიიღო ის ათხოვარი, რაც სჭირდებოდა. მაგრამ ნახეთ რა წერია და ერთმა იხილაო, რომ განიკურნაო, მობრუნდა, უფლის ფეხებთან დაიჩოქა და მას მადლობა უთხრა. და უფალი ნახეთ, ის 9 სად არისო, უფალი კითხულობს. რატომ არ მისცეს დიდებაი უფალს? უფალს ის კი არ უნდოდა, რომ იმ 9 ადამიანის განიდებით მას რამე შეემატებოდა. უფალს არც არაფერი არ აკდება, არც არაფერი ემატება, აბსოლუტური სრულყოფილებაა, მაგრამ უფალს უნდოდა რომ ის 9 ადამიანში, იმ 9 ადამიანში მადლიერება გაგვებულიყო. ანუ იყო მარტო სათხოვარი და არა მადლიერება. და ეს სამწუხაროდ არის ამის დღეს მაგალითები ტაძარში უმრავლესობა სათხოვნელად მოდიან და მადლიერებისთვის ძალიან ცოტა. ამიტომ არის რომ მეტნაკლებად დღეს მარხვის პერიოდში თუნდაც მრევლის სიმრავლეა და სხვა დროს არა თითქოს ეს არის უჭმელობის დროს გამორჩეულობა არამედ ეს მუდმივად ჩვენ ხო ჰაერი ყველგან გვჭირდება ღამე დღე სართულზე სადარბაზოში მგზავრობისა ტრანსპორტში და ასე შემდგომ სუნთქვასავით უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრებისათვის მარხვა და ღმერთთან ურთიერთობა კი ბატონო რატომ არის 666-ო მხეცის რიცხვიო? ხო, ეხლა ნუ მოკლედ ეს პირდაპირ მოცემული არის იოანეს გამოცხადებაში, მაგრამ მე ესეთ რამეს გეტყვით, რომ ეს თქვენში არ უნდა იწვევდეს შიშს და ეს თქვენში არ უნდა იწვევდეს პრობლემას. აი ნახეთ კიდე რის თქმა მინდათ როდესაც ადამიანი აი მარხვასთან მიმართებაში თუ რაღაცას მატერიასთან აკავშირებს აი რაღაცა შეიძლება შიში და ცრურწმენები იყოს ერთადერთი და გამორჩეული რაც სამყაროში ადამიანს მატერიასთან უწყვეტი კავშირი უნდა ქონდეს და ეს არის ჯვარი და ამავდროულად ეს ჯვარი არის ჩვენი სულიერი ცხოვრების ასახვა პირობითად მატერიაში სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანების მე ისეთ რამეს ვამბობ თუ ეს სამი ციფრი ცუდია აი ცოტა ჯერ ესე ვიტყვი წმინდა წერილში ან რომელიმე ძალიან მხატვრულ ნაწარმოებში წინგს რომელსაც კითხულობდა 665 გვერდს რომ მორჩები არ გადაფურცლავ არ წაიკითხავ ამოხევ ან პირობითად ვამბობთ რომ ხელფასი ჩაგვერიცხა ამდენი ან ქუჩაში ვიპოვეთ პირობითად თანხა ამდენი რაღაც ვიზავთ ხა უკან დავდებთ რაღაც გარკვეულ კუპიურას თუ რამე აქედან გამომდინარე ჩემოკეთილო ეხლა წარმოშობა მე კონკრეტულად აი ამ ციფრებისა ან მე არ მახსოვს ან არცად არ შემხედრია თუმცა ეს გამოცხადებაშია რამდენად ხეცის რიცხვი იქნება ეს თუმცა ჩვენი რიცხვი რა არის ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი სიმბოლო რა არის ჩვენი ფარი რა არის აი ამით თუ ვიცხოვრებთ უფალი ნათელშემ და მაცხოვარჩემ და დანარჩენების ნუყა გეშინოდეთ კი ბატონო ნატალია უწევს ადამს და ევას რომ არ შეეცოდათ როგორი ცხოვრება იქნებოდაო რატომ არ უთხრა ადამმა ევას რას აკეთებო ჩემოგეთილო ეხლა ნახეთ ადამმა ევას რატომ არ უთხრა ეს ადამიანის შემეცნება და მისი პიროვნება და ამაზე ვერცერთი ადამიანი პასუხს ვერ გასცემს რას აკეთებს ადამიანი ის იცის მისმა სინდისმა სულმა გონება და უფალმა და თუ ეს ადამიანი ამას არ აღიარებს მეორე ადამიანის წინაშე ეს არის დანარჩენი სავარაუდო პასუხები სულ. მეორე, როგორ იცხოვრებდნენ, ამის საშუალება გვაქვს რა? მცირედი. პირველი ის რომ ღმერთმა როგორ შექმნა ადამიანი სამოთხეში მარადიულობისათვის, მარადიულ ნეტარებაში იქნებოდნენ ყოველთვის. სრულყოფილი აბსოლუტურად, მადლის მიმღებნი მუდმივად, სანამ იმ ხარისხამდე იმ საფეხურამდე არ მიაღწევდნენ, როდესაც ისინი იქნებოდნენ უცოდველები, როგორც ანგელოზებში ხდება. ხო, აი ანგელოზების გარკვეული პერიოდი, მოდი ესე რომ ვთქვათ, მარტივად გასაგებად, მათში მადლით სისავსის გამო ისინი არიან უკვე უცოდველები, ამიტომ იყო პირველ დაცემის შემდგომ არც ერთი ანგელოზი არ დაცემულა. ასე უნდა ყოფილიყო ადამიანში, ის მადლის მიმნიჭებელი ხე, რომელიც მე თავში ვახსენე, ამის მიღება მუდმივად რაღაც გარკვეული პერიოდი
აი როგორც დედამიწაზე კიდე უფრო მარტივად ვიტყვი. დღეს ამ სამყაროში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც უფრო და უფრო ქრისტიანული ღვაწლის შედეგად აღწევენ უცოდველ მდგომარეობას და მხოლოდ მათი სიტყვები არის მამხილებელი, რომ ჩვენ ყველაზე ცოდვილები ვართ. ფიქრიც კი არა აქვთ ცოდვილნი, არამც თუ საქმე. არიან ერთეულები, შეიძლება ათეულები, ასეულები ეს მდგომარეობაში ამ სამყაროში. ასე რომ შემოკეთილო და მეორე, თუ ეს ძალიან გვაინტერესებს რა იქნებოდა, ამის საშუალება გვაქვს ჩვენ ვეცადოთ ზეციური საქართველოში წმინდათა შორის დამკვიდრების ცხოვრების წესს ღვთისწყალობით, ღვთისმშობლის მეუხებით, წმინდათა მთხოვნი და ფარველებით და მე იქ გავიგებთ ამის პასუხს. კეთილი. სრულყოფილად. დავით იგწერს დიაკვანიო სულ შემოსილი უნდა დადიოდესო და თუ შეიძლება პარალელურად საჯაროა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდესო. კეთილი, მადლობა. ზოგადად შემოკეთილო, ეს შეკითხვა მეც ხონდა ჩემი სტუდენტობისას. ეხლა მე არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მინახავს იქაური მდგომარეობა მატერიალური საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმწიფო სფეროში და ასე შემდგომ. თუმცა საქართველოში თუ ამისი პირველ რიგში აუცილებლობა, ვალდებულება და მოთხოვნილება და საჭიროება არ არის იმისა, რომ სასულიერო პირი დიაკვანი არის პირველი ხარისხის სასულიერო პირისა. დიაკვანი, შემდგომ მძევით მღვდელი, შემდგომ მძევით ეპისკოპოსი. დანარჩენი უკვე განშლებია ჯილდოები და ტიტულები. არ უნდა დადიოდეს განმოსილი. და ისიც რა თქმა უნდა მისი მღვდელმთავრის, მისი ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ეხლა ძალიან მარტივად ესეთ რამეს ვიტყვი სტუდენტობისას იყო ეს ერისკაცობისას და მე შეკითხვა დაუშვი ერთ-ერთ ჩვენი სასწავლებლის ლექტორს სასულიერო პირს და მან ესეთი რამე გითხრა ჩვენ სტუდენტებს რომ თუ ეხლა ხარ სოფელში და ბებოს ეხმარები რომ კაკალი დაუბერტყო და ხეზე ახვალ კაბით შეიძლება რაღაც უბედური შემთხვევა მოხდეს. დანარჩენ შემთხვევაში ეხლა ნუ მრავალწერტილი ხარ, როგორ თქვა. ეს არის სიხარული ჯერ ერთი. ეს არის სიხარული ქრისტეში რომ და მამხილებელი კიდე ქრისტეში, სულ გამხელ სინდისთან ერთად გეხმარება ეს. მე არის ფარი კიდე ამავდროულად, უამრავი რამე უნდა დავარქვათ. მე კიდე არის ხადაგებელი და მომაქცეველი ადამიანებისა. აი განსაკუთრებით მე ამას დავაკვირდი, როდესაც სკოლაში პატარებთან მაგ ურთიერთობა. ბავშვები მოდიან და ეხუტებიან რას პიროვნებას. მათ შეიძლება ჩემი სახელიც აღარ იციან, დავავწით, მაგრამ ის კაბა, ის ანაფორა, როდესაც აცვია და იმისგან მოდის მეგობრული ურთიერთობები და თუ ამას გამოიყენებ საზოგადოებაში, ტრანსპორტში, 1000 მაღაზიებში, ესე რომ თქვა, მოსაწონი და მისაღები იქნება და კი იგივე სასულიერო პირი იქნება და ხარისხი მის გარეშე, მაგრამ ის საფრთხო საჩვენებელი მადლი რატომ უნდა დაიკარგოს იმ ადამიანისათვის? აი ეს ვფიქრობ. თუმცა კი ბატონო დავით, თუ თქვენ ვინმე დაინახეთ მსგავს სიტუაციაში, მაინც ნუ განიკითხავთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მისი ოჯახური მდგომარეობა, მისი მატერიალური სიტუაცია და შეიძლება რაღაცა გარკვეული ეკონომია იყოს მასზე დაშვებული და კურთხევით იგი სხვა საქმესაც ითავსებდეს, რათა ოჯახი არ ჩიოს და ყოფილა ესეთი შემთხვევები და ასე რომ ნუ განვეკითხავთ ესეთ ადამიანებს. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვა, ესეთი კითხვა არის თუ არა ყოველი ზიარების წინ მოძღვრისგან კურთხევის აღებაო? კეთილი, მადლობა. ჩემო კეთილო, ნახეთ ყოველი ზიარებაში თუ ადამიანის დისტანცია ზიარებიდან ზიარებამდე მოიცავს პირობითად რაღაც გარკვეულ პერიოდს, თუნდაც მოდი ესე რომ ვთქვა სამკვირას, ერთ თვეს. საერთოდ ეხლა ნახეთ, მოდი ამას ცოტა გაშლა წარმოვსახავ. როდესაც ადამიანი ეზიარა დღეს, ანუ ჩააბარა აღსარება სინამდვილე გამო მოწმობა საკურთხევა. თუ ხვალინდელ დღეს არის ისე მსახურება, ან სამ დღეში არის მსახურება, თუნდაც კაი მომავალ კვირას. და არის პირველი, არ არის საშუალება რომ მღვდელმსახურს აღსარება ჩააბაროს და უმთავრესი მისი სულიერი მდგომარეობა არის მეტნაკლებად მშვიდი ისე რომ ეზიაროს, ამათ ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება. მაგრამ შეიძლება დღეს ეზიარო და დღესვე ისეთი რამე შეგემთხვას,
ხვალ შეიძლება იყოს საუბრო დღესასწაული, მაგრამ ესეთ აფორიაქებულ მდგომარეობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზიარება შენთვის აზიანოთ. შეიძლება თქვენ ცოდვა არ ჩაგიდენიათ, მაგრამ ისეთ გარემოში იყავით, რომ თქვენი ემოცია ისე გამოიხატა, დამშვიდება გჭირდება სულიერი. და ზიარებაზე ყველაზე მთავარი რაც არის სიმშვიდით მიახლება მასთან. ასე რომ მე პირადად ჩემს სულიშვილებს ესე ვეუბნები ხა რამოდენიმე დღეზე დედა ეკლესია იძლევა ლოცვა-კურთხევას რომ მეზიარეთ. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადამიანი უცხოეთშია და ენობრივი პრობლემა არის და თუ რამე საშინელი ისეთი შემაკავებელი ცოდვა არ არის ზიარებისაგან, იქ ეზიაროს და როცა ჩამოგზანდება, მერე ჩააბაროს ახსარება და ასე შემდგომ. დანარჩენი ხა თუ ადამიანს აქვს ზიარების სურვილი, არის მონანული, არის ეკლესიის წევრი, რა თქმა უნდა, მოძღვის ლოცვა-კურთხევა ერთხელ რო აიღებს, ის იქნება მუდმივად. კი ბატონო, რამდენად მიზანს შეწონილია მოძღვრის შეცვლა. როცა შენს უახლოეს ნათესავებს და ნაცნობებს იგივე მოძღვარი ყავთ, ვინც შენ და არ გძნობ რომ აუცილებელია მოძღვრის შეცვლაო. ვერ გავიგეთ. ნუ რამდენადაც გავიგეთ, ძალიან მოკლედ ვეტყვი. მოძღვრის შეცვლა რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ესე გვასწავლიდა ერთი გამოცვილი მოძღვარი. თვალმა შეიძლება მოგატყუოს, ყურმა შეიძლება მოგხიბლოს. გული ვისთანაც გაგიწევს, იმასთან უნდა მიხვიდე. არავის ხათრით და ადგილმდებარეობის გამო არ უნდა ყავდეს მოძღვარი. შესაძლებელია ადამიანი, რომელიმე მოძღვართან იაროს ამოდენიმე წელი, მაგრამ მის სულიერებას, ან მის ცხოვრების წესს, ან მის ადგილმდებარეობის მონაცვლეობას თulis საჭიროდ რომ რომელიმე მოძღვარი აიყვანოს, ეს არ არის ცუდი მხოლოდ ცხოვრების წესად არ უნდა ექცეს. უკეთესი არ დაელევა და რას ეძებს ეს ადამიანი, ეს არის მთავარი. მოძღვარში ეძებე რაც გასწავლი და არ ეძებო ცუდი და თუ შენ გონია რომ შენი სულის თანხვედრა მასთან ერთად არ არის, ილოცე რომ უფალო ისეთი მოძღვარი შემახვედრე, რომელიც მომიყვან შენთან. როგორიც მე მინდა ისეთი მოძღვარი დამღუპავს. ჭალებში დამღუპავს, აბა მე დაიღუპავთ, რომ როგორი მოძღვარიც მე მჭირდება, ისეთი მოძღვარი უნდა შემახვედროს უფალმა. ასე რომ თუ ექიმი გჭირდება, შეკითხვას ვსვავ, თქვენ კორპუსთან საცხოვრებელთან რო არის ერთი ექიმი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი და ახალი იმასთან წახვალ თუ ცოტა შორს, რომელიც იცი რომ იმასთან თუ მიყვალ გადარჩები. ასეა სულიერებაში, შეიძლება ტაძარი თქვენ კორპუსთან საცხოვრებელ აქთან ახლოს იყოს, მაგრამ თუ თქვენი სული იმ მოძღვრის ცხოვრების წესი იქნება თუ ქადაგება იქნება თუ დამოკიდებულება იქნება, თქვენ სულთან უნდა მომსვლელია. ნახეთ, მაპატიეთ ერთი კბილის ტკივილის გამო თუ 5 გაჩერება გაივლი, რომელიც წარმავალია და აღდგენადია, მარადიული ცხოვრების სულისათვის როგორ არ უნდა გაიაროთ, თუნდაც ის 5 გაჩერება კი არა, რამოდენიმე დასახლება და სოფელი და ქალაქიც. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ. დასვით კითხვა. ალო. დიახ, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ხო, გენაცვალე. მე ახლა მერცხე და ექსაკითხა დავში თქვენთან და მე პასუხი ვერ გავიგეთ, მე ვერასდროს ვერ გამოვიდი და ეხლა მინდა კითხოთ. კაი ხელის, კაი ცეხის, კაი თვალის ამაზე როგორ მსჯელობთ მოძღვრები? მაწუხებენ ასე ისე და მე ცხენია და მეუხერხულება კაცო. კარგი ცეხის ხარ და რაღაც ასე მეუბნებიან და მიხაროდეს თუ მწყენდეს არ ვიცი. გასაგები, მადლობა. ოდიში მამოთავიდან როგორ თქვა კაი ფეხი გაქვს და კაი ხელი და რაღაცა ესეთი სინერგია. პირველი ესე გეტყვით. ესე მეუბნებიან და მაწუხებენო და მიხაროდესო თუ მე ესე გირჩევთ რომ მოსმენის თავნავე უნდა თქვათ მადლობა უფალს. ან მეორე ღმერთით. უფლით. თორე ყველაფერი წარმავალია. ადამიანს მთავარია კონდეს კარგი სურვილები, რომელიც მისი გულიდან მოდის. ადამიანს კონდეს კარგი, ესე რომ ვთქვათ, უკვე ხალხურად კარგი გული. დანარჩენი შეიძლება ეხლა ფეხი დაემთხოს ერთხელ, ფეხი დაემთხოს მეორედ. ერთ-ერთი ქართული ფილმი მინდა ეხლა თუ მოგზაურობაში არ ჩაუმართვეთ, ხო? კუჩხი ბედნიერი არსებობს, რომ აი კაცია და შემდგომ და ბოლოს როგორ ხდება? ხედავთ იქ რაღაც ძალიან ესე რომ ვთქვათ, დამწუხრებულ ოჯახს შემთხვევით ძაღლი ესტუმრება და აბა ძაღლი ყოფილა მე ყველაზე კარგი. პროლია. ხო. ასე რომ ღმერთს უნდა მიენდოთ, თორე ეს რა თქმა უნდა სასიხარულოა. თუ თქვენი ურთიერთობა ადამიანებისათვის არის სასურველი და მისაღები. და არა თქვენი მაპატიეთ მეკვლეობის გამო. ეს ძალიან საინტერესოა და არა თქვენი პიროვნების გამო.
თუ პიროვნება ადამიანის მისაღებია, მისი ყველაფერი კარგია, ხელიც, ფეხიც, თვალიც და ასე შემდგომ. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა ღვთისადიდებლად და უფალს მიაწერეთ ყველაფერი. თქვენ არაფერი არ მოგაკლდებათ ამით. შეგაძლებინოთ. ესეთი კითხვა. ესე იგი გარდაცვლილებს თუ ვენატრებითო და აქვთ უხილავი კავშირი თუ წყდება ეს კავშირიო. წმინდანებს თუ ჰქონიათ ხილვა ან თუ უსაუბრიათ თუ ასეთ საკითხზეო. მადლობა კეთილო. პირველ რიგში ღმერთმა ყველას გვიცხონოს ჩვენგან მართლა დასრულებულები. და ღმერთმა ჩვენ შეგვაძლებინოს დედამიწაზე ისე ცხოვრება, რომ იმათ შესახვედრად მოემზადოთ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს სახარება. არა მარტო წმინდანად მცხოვრებთ, ცოდვილებსაც კი. მე გავიხსენებ სახარების ერთ-ერთ ადგილას, სადაც მდიდრისა და ლაზარეს იგავია მოთხრობილი და როდესაც ეს მდიდარი გარდაიცვლება, აღიხილნაო თვალნი თვისნი და იხილაო თავისი მდგომარეობა ქვესკნელ ჯოჯოხეთში მწუხარებაში და ამავდროულადო ხედავდაო ლაზარეს. ანუ ლაზარეს აღსრულდა. ხედავდაო ლაზარეს და მათ შორის იყო დანახეთი დიდი, აი წარმოვიდგინოთ რაღაც მიუვალი დისტანციური ადგილი. პირობითად ავიღოთ ხევი, ხრამი, ესე რომ ვთქვათ, უფსკული. ანუ აქედან იქ ვერ მიდის. ნახეთ, ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანი ხედავს 60-ში მყოფ ადამიანს, ანუ იმ მდგომარეობას. და ნახეთ, ეხლა რას ევედრება უფალს. გევედრები უფალო, გთხოვო. აღადგინე ლაზარეო, ესე რა საოცარია, თავისავზე კი არ ეუბნება რომ აღმოჩნდა ლაზარე გააცოცხლეო და ჩემ ძმებთან წაავლინეო, რომ ისინიცო, რომელიცო ჩემნაირად ცხოვრობენო, აქ არ მოვიდესო. ხედავთ? ანუ ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანიც კი მასაც კი არ უნდა რომ დედამიწაზე ვინც დატოვა ოჯახის წევრები, რომელიც უმართლებულად ცხოვრობენ ცოდვილ მდგომარეობიდან და უნანილად რომ მივიდეს იქ სადაც ისინი არიან. და ამავდროულად თხოვს უფალს რომ გთხოვო წყურვილის განცდას, ანუ ჯოჯოხეთის მდგომარეობას, სადაც არის სინანული, მაგრამ არ არის შენდობა. ეს არის ყველაზე მთავარი. თხოვეო ლაზარესო რომ თითი ჩააწოს წყალშიო და ბაგი გამიგრილოსო. ეს არის ადამიანის გონებისთვის ალბათ ძნელად გასაგები წყურვილი, აი ერთი ყლუპი რამდენს ნიშნავს, თუმცა ისიც რა არის, აქ საუბარი არის სվել თითზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტუჯზე უნდა დაგადოს ბაგეზე ადამიანმა და ეს მისთვის იყო შვება და ნეტარება. რაც შეეხება ეხლა კავშირს, რა თქმა უნდა, შემოკეთილო, როგორც ჩვენ ვებედრებით უფალს ჩვენსგან მართლა და აღსრულებულთათვის, რომ ყოველივე ლოცვა, მოწყალება, კეთილი საქმე, პანაშვიდი, წირვა არის საშუალება, რომ ჩვენი კეთილი საქმეებით უფალმა მიუტევოს ის შეცოდებები, რაც ამ ქვეყნიდან მოუნანიებელი გაყვა, ასევე ის მიცვალებულები, რომლებიც უკვე ცხოვნებული არიან და ჩვენ არ ვიცით ესენი გარდა ჩვენი წმინდანებისა, ღმერთს ევედრებიან ჩვენი სულიერი კეთილდღეობისათვის. ასე რომ ჩვენ შეიძლება ჩვენ ათესავებისთვის ლოცულობთ და მათ შორის ვიღაცა უკვე წმინდა და დაში იყოს, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. რამე თუ ეკლესიისგან შერაცხილები არ არიან. ამიტომ ჩვენ არ წყვიტავთ ლოცვას მათთვის. ასევე პირიქითაც ინდა მამები ამობენ დედის ცრემლიო გომხურვალე ლოცვა ესეთიაო, მას შეუძლიაო ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოსო შვილისული. ანუ ნახეთ, დედაშვილობასაც როგორც კი ანუგეშებს. და ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ? თუ გვიყვარდნენ ისინი, როგორ იმ კაცრია, როგორ არ გვიყვარს, ვინც გარდაგვეცვალა. და თუ გვენატრებიან ისინი, რა თქმა უნდა, მაშინ დედამიწაზე ვიცხოვროთ ისე და ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც მიგიყვანს იქ, სადაც ისინი გვეგულებიან. გველოდებიან არა გვეგულებიან. სად გვეგულებიან ისინი? ჩვენ გვეგულებიან 60-ში. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი მოწყალია, ისინიც კაი ადამიანები იყვნენ, ჩვენ სამდენს ლოცულობ. ხო და თუ იცი რომ ეს ლოცვა და კეთილი საქმე და წირვა ცხონების საშუალებაა, შენც ჩაერთი ამ ფერხულში და აუცილებლად აქაც მშვიდად იცხოვრებ და მე გარდაცვალება შენთვის მძიმე არ იქნება. კიდევ ერთხელ ღმერთმა გვიცხონოს ყოლა და ჩვენ გვანუგვიშვს. კეთილი. მარიკ წერს რომ მარხვის დროს სახარების ამარხვაშიო სახარების დროს მეტანით უნდა დაესწრო, ანუ დაჩოქოს გულისხმობს ალბათ როგორც მიხი და აღსარების დროსო უნდა დავიჩოქოთ თუ არაო მოძღვრის წინაშე. კეთილი.
ზოგადად პირველ რიგში ესე ვიტყვი, არსებობს დიდი და მცირე მეტანია, ეს არის დაცემის და სინანულის გამოხატულება და ისევ აღდგომისა და ესიც არის საშუალება ჩვენი მდგომარეობის გამოხატვისა. თუ ადამიანის ჯანმრთელობა ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა აძლევს საშუალებას იმისა, რომ დაიჩოქოს, ადამიანები იჩოქებიან სახარებისას, გარდა საუფლო დღესასწაულებზე და კვირას და იჩოქებიან მამაო ჩვენოზე. ასევე სახში და ღირსარზე. თუ ადამიანი ვერ დაიჩოქება, ამაში კლინა დარღვევა არ არის. ასევე არის მეტანია. თუ ადამიანს არ შეუძლია პირობითად გააკეთოს 12-40 მეტანია, მას შეუძლია პირჯვარი გადაიწეროს და მცირე მეტანია გადააკეთოს. თუ მცირე მეტანიის გაკეთებას არ შეუძლია, პირჯვარი გადაიწეროს და თავი დახაროს. მაგრამ არიან ადამიანები, რომ საერთოდ ხელსაც კი ვერ ამოძრავებენ. სურვილი, გონება მათი და გულის მდგომარეობა. ეს არის და სურვილები მათი. ეს არის მათი მეტანიაც, რაც არის ესე რომ ვთქვათ, ასახვა ფიზიკური გამოხატვა ჩემი სულიერი მდგომარეობისა. ასე რომ შეიძლება იზაგვარად, თუ არის ამის საშუალება და სახარებაზე შეგიძლია დაიჩოქოს, შეიძლება დასაშვებია, გარდა ისევ საუფლო დღესასწაულზე. თუმცა, აი ბოლო კვირას ძალიან დიდი სახარებები იკითხება. აქ შეიძლება ადამიანს, რომელიც სახარება იკითხება 35 წუთი, 40 წუთი, რამოდენიმე თავი, თლიანი 4 თავი ხო იკითხება ბოლო კვირას. შესაძლებელია დაჩოქებისასაც პირობითად ტკივილი იგზნოს ფეხის არეში და ესე რომ ვთქვა, დათმენამდე უნდა იყოს, მაგრამ არა მაბადიე და წაქცევამდე. ადამიანის სხეულის ჯანმრთელობა საჭიროა მისთვის სულს რომ ემსახურებოდეს. ამიტომ არის ჩვენ უჭმელობით კი არ მარხულობთ. მარხვა პირდაპირ ოზმოობას ნიშნავს, უჭმელობას. იყო დრო, როდესაც ადამიანები ერთი კვირას ერთად არაფერს არ ჭამდნენ. ან კვირაში რამოდენიმე დღე. ჩვენ ეს კვება გვჭირდება იმისათვის, რისთვის გამოვადგეთ ჩვენ ოჯახს, სიკეთეს, ვიმუშაოთ, იქ ჩვენ ოჯახზე ვიზრუნოთ, მეგობრები ვიზრუნოთ და ასე შემდგომ. მაგრამ გემოთ მოყარეობით ვიჭერთ თავს. ანუ არ ვაკლებთ ორგანოს, კვების ორგანოს, რაც მას ჭირდება, მაგრამ ვაკლებთ ჩვენ მეორე ორგანოს პირის ღრუს, იმ გემოთ მოყარეობას და ამით ვსწავლობთ სხეულის მოტაყვას, რომელიც საშუალება არის ვისწავლოთ თვალის მოტაყვა და ბაგეების მოტაყვა და ასე შემდგომ. კი ბატონო. ნათლობის ჯვრის გადადნობაო თუ შეიძლებაო თხელი 4 ჯვარი აქვს ჩემ შულსო და რომ გადავადნობინოთო და ერთი გავაკეთოთ. ამ 4 ჯვრის. შემოკეთილო, ყოველ შემთხვევაში ამ შეკითხვის პასუხი მაინც ასურველია, რომ დაკურთხევა მღვდელთავარმა მოგცეთ. მე ესეთ რამეს გირჩევთ, პირობითად. შეინახეთ ის ნათლობის ჯვრები ხატებთან, აი მე პირადად ესე ვაკეთებ. ჩემიც ნათლობის ჯვარი არის თხელი და მაქვს ხატების კუთხესთან დაბრძანებული, როდესაც მაქვს ანგელოზის დღე, მაქვს იუბილე, არის აღდგომა და შობა, ვიხსნი ამას, გავიკეთებ და ერთი დღე მეტნაკლებად უფრთხილდები, რომ ყოველდღიური ხმარებისას არ დამეკარგოს და ასე შემდგომ. ასე რომ ხის ჯვარი ატარეთ, მეტალის ჯვარი ატარეთ, ნებისმიერი და გქონდეთ ის რა აუცილებლობა მისი გადადნობა, თავარია თქვენი ცხოვრების წესი იყოს ჯვარი. ის ჯვარი არის საშუალება იმისა, რომ შიგნით გულსაკიდად სხეულს იმიტომ უნდა ეხებოდეს, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესს და ვალდებულებებს გახსენებდეს. სიყვარული ღვთისა, ანუ სიმართლისა, სიწმინდისა, ჭეშმარიტებისა და სიყვარული ადამიანებისა, ანუ სიბრალული და თანადგომა. დანარჩენი ახლა იქ ოქრო გექნება, ნათლობის გექნება თუ ხის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კეთილი. მაინტერესებსო დათუ ჩაგწერს ლუკას სახარებაში არის ესეთი ეპიზოდი, იყვნენ მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთებს მას დღესა შინა. ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ და რას ნიშნავს მათი დამეგობრება, რადგან ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს სახარებაში და ტყუილად არ მიაქცევდნენ ყურადღებასო ამ. კეთილი. ეხლა მე რამდენადაც ვიცი და მახსოვს ამას ვიტყვი, რომ ადამიანები შეიძლება ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ესეთი გამოთქმა არსებობს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ხო? და ამ შემთხვევაში მაცხოვართან მიმართებაში ორივე ესეთი იყვნენ. კი. ამიტომ საერთო საქმე იმისა, რომ ეს მათვის არ მისაღები, ვერ მისაღები და მოზული ადამიანის მიმართ დამოკიდებულება, მათში ჭყალებში თუ ამას მეგობრობა ქვია, იქ ჭყალებში რა თქმა უნდა მეგობრობა გამოიწვია. აქ იგულისხმება ურთიერთობა, რაღაცაზე შეთანხმდნენ. კი ბატონო. ლელა გვწერს კვირას სიხარულის დღის ტოლფასია აღდგომის გამო, ამიტომ ამ დღეს ერიდებიან კვირას დაგრძალვას. თქვენო რას გვეტყვით ამის შესახებ? კეთილი. მადლობა შეკითხვისთვის. ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ ისტორიულად იყო პერიოდი საქართველოში კვირას დაგრძალვა არ ხდებოდა. და რა თქმა უნდა აღდგომის ტოლფასია. და ჯურის წერებიც
ყოველთვის იყო ნეფე დედოფალი წირვას ესწრებოდა, ეზიარებოდა, როგორც ნათლობა, ხო, ჯური წირვის დროს იყო ნათლობა და ჯურისწერაც ნაზიარები ნეფე დედოფლის შემდგომ სრულდებოდა. ეხლა საუკუნეების განმავლობაში რომ ეს უკვე საერო ტრადიცია იქნა, ანუ სახალხო ტრადიცია ესე ჩამოყალიბდა, ამასთან შებრძოლებას ალბათ ჭირდება რა? პირველი ისევ სულელი გაძლიერება და მერე დადგება ის რომ მე შემიძლია ვახსენო რამდენადაც მახსოვს სამეგრელოში დასავლეთში მარტვილის ეპარქიაში არის ერთ-ერთი სოფელი სადაც არის ერთ-ერთი მონასტერი და ხშირად ესე რომ ვთქვათ ზეიმობენ წაჭხურის მონასტერი ქვია აქ და შულთა შესავედრებლად ადიან ხოლმე მანდ და რამდენადაც მახსოვს ერთმა ადამიანმა მითხრა რომ აქ ეგ ხუჩაბათი დღეა ყველიერის აღდგომის შემდგომი ხუჩაბათი არა ყველიერი აღდგომის შემდგომი ხუჩაბათი და ამ სოფელში ხუჩაბათ დღეს მიცვალებულს არასაფლავებენ. აი რა ესე მითხრა იქაურმა შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდი შეიძლება დღემდე ეგრეა. მე ვსაუბრობ ამას 1-20 წლის უკანე ლამაზ. ხედავთ ანუ ამ ტაძრის სიხარულმა, დღესასწაულმა, სიყვარულმა ეს დღე საკრალულყო და გადაწყვიტეს რომ ამ დღეს დასაფლავება ამოიღონ. როდესაც ჩვენი ერი სულიერებაში ისე უფრო და უფრო მტკიცედ გავძლიერდებით, პრაქტიკაში შემოვა, მართლმადიდებლურ პრაქტიკაში, როდესაც ამოვიღოთ. აი როგორც არის მაგალითად, მთელი ჩვენი ბავშვობა გვახსოვდა რომ მიცვალებული ეს ვენა 7 დღე, 8 დღე, 9 დღე, რაღაც მიეზების გამო ეხლა ამას ვერ ჩამოთვლი, მაგრამ დღევანდელ დღეს შეიძლება ისაგვარად ეს მინიმუმ რაღაც 3-დან 5 დღემდე დაიყვანეს, როგორც ეკლესიურად სწავლება და მისაღები არის. კეთილი მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. შაღამშვიდობის. რა ინტერესებს? შვილიშვილი მონაცვლია და ნაცია გადაგვექცა მოსისხლენ ჭრად. არის აი ძალიან ცუდი მდგომარეობა და რა უნდა გავაკეთოთ ის ნაცვლია? ნაცია თორიეროთ ისე თუ? არა. აი ნაცია და გასაგებია, მადლობა. ანუ ნათლია აღესრულა. რა თქმა უნდა, არა აღესრულა. როგორ ბრძანა? მოსისხლე მტრად გადაგვექცაო, ნათლიაო. კეთილი. ეგ პირველი სამწუხარო. პირველ რიგში უნდა ილოცოთ ორი რამისთვის, თქვენი სიმშვიდისთვის და მისთვის, რომ უფალმან სწორი ხედვა და სინანული მისცეთ. ან მას, ან თქვენ, ეს მე ნამდვილად არ ვიცით. არის ესეთი ლოცვა და პარაკლისი აღმოფხრათ ბოროტთა გულის სიტყვათა და გამცობად სიყვარულისა. აი ეს ამას გირჩევდით რომ იქნებ წაიკითხოთ, მაგრამ ნათლიას ვერავინ ვერ შეცვლის, ის ადამიანი მეორედ ვერ მოინათლება, იმ ნათლიას ღვთის წინაშე მუდმივად პასუხისმგებლობა ექნება თავის ნათლზე როგორ იზრუნოს, სამწუხაროა რომ ნათლს ვერ ექნება ის დამოკიდებულება მის ნათლიად. ასე რომ მოსისხლე მტრობა რაღაც მატერიალურმა მდგომარეობამ გამოიწვია და ჯობს კეთილგონიერების გამოჩენა, რომ ეს მატერიალური მაინც წარმოვალია და აღადგინოთ თქვენ შორის ის ხორციელ ნათესაობაზე უფრო აღმატებული ხარისხი, ნათელმერონობითი, მით უმეტეს ჩვენ საქართველოში ამას როგორ ხარისხი გაქვს და ესე გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ის ნათლია იქნება მუდამ. კი ბატონო, მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. გაიხარეთ. აი, იცით რამდენიმე შეკითხვა. პირველი შეკითხვა ეგეთია, რომ აი, მათლი როგორ შეიძლება მოიხვეჭოთ და აი ის მაინტერესებს, რომ თქვათ, ეს ეკლესიაში რო შედიხარ, იქ მოილოცავ ხატებზე მთხვევი, აი ამბიონი და რო აკმევენ ადამიანებს, ამ ყველაფრით საეკლესიო ზეთისხები, თქვათ, ადამიანს მათლი გადმოდის და თუ გადმოდის, ამდენი ხანი ნარჩუნდება, თუ თქვათ ადამიანმა შეცოდა გულწრფელად მე ახსარება შეინანა ის ზეთისხების და იმ ყველაფრის მადლი უბრუნდება. კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, ქვია, რა შეიძლება რომ იკითხო ადამიანი დიდ ნათლაში? მადლობა. ერთი კითხვა მქონდა კიდე. კარგით ეს იყოს ბოდიში რო გაიხარეთ. მეორე შეკითხვა ადამიანის მადლი როგორ მადლობა და როგორ შევინარჩუნო. ხო, აი პირველ კითხვაში უკვე სამი კითხვა ქვეკითხვები ამოვიღე. უმთავრესი მადლის მიღების წყარო არის ადამიანის კეთილი საქმეები, ანუ ღვაწლი. ეს მინდა იცოდეთ. რამე თუ დაკვირვების შედეგადაც კი აი ჩვენ გვდამსახურები
რომ ადამიანი მოდის ტაძარში და პირველი აქცენტი შემოვიდა თუ არა ტაძარში, უნდა რომ სანთელი დაანთოს და ეძებს სანთელის ადეყიდება. არ არის ეს სწორი მიდგომა. თუ არ იყიდება საერთოდ ტაძარში სანთელი ან არ არის, მაშინ რა ვქნათ? უნდა გაბრუნდე უკან? მეორე, ადამიანები ტაძარში მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ სანთელი დაანთონ, რაღაცა შეთხოვონ და წავიდნენ. ესიც არ არის სწორი მიდგომა, თუმცა სუდი არც ერთი არ არის. მაგრამ ჩვენ ცხონებაზე თუ გვაქვს პრეტენზია და სურვილი, უფრო ზეაღმატებული. აი როგორც ბავშვი შვილი წავიყვანეთ სკოლაში, პირველი კლასი, მეორე კლასი, ისწავლა წერა-კითხვა. გამოიყვანოთ, წერა-კითხვა იცის, მიმატება, გამოგლება იცის, მაგრამ ჩვენ ხო ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო მეტი განათლებაში აღიზარდოს და გაიზარდოს. ასე არის სულიერი ბაცი. ასე რომ თუ სახში მშობელს სიყვარულით არ მოეფერები, არ დალოცავ, საკურთხებას არ აიღებ მეუღლესთან, შვილთან, მაშინ რა ისარგებელა არის წახვიდე ტაძარში და სანთელი დაანთო, როცა თქვენი მეუღლე სახში გაბრაზებულია, ან ტირის, ან თქვენი შვილი არამართებულად დაჩაგრეთ, დააკნინეთ, შეურაცხყოფა მიაკნინეთ და ასე შემდგომ. მადლს, ნახეთ როგორ წერია, მადლის სულისა წმინდისა ადამიანებს მიეცემა საზომისებრ ნიჭისა მისისა. რა ნიჭები გვაქვს ჩვენ? ჩვენ თუ გვაქვს რამე ნიჭი? პირველი ეს უნდა გავაღვივოთ და მეორე ნიჭი უნდა მოვიმუშაკოთ. პირობითად რამდენი ენა ვიცით ჩვენ? ვიცით ერთი ქართული, მაშინ უფრო მეტად განვავრცოთ გრამატიკულად და სხვადასხვა ენები უნდა ვისწავლოთ. და მეორე თქვენ ბრძანეთ ზეთიცხება. არ მოვტყუდებთ იმაში, რომ ადამიანები რომელიც არ ნანობენ, აი ქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ ტაძარში მოდიან მხოლოდ 7 დღის ზეთიცხებაზე, იმიტომ რომ მათ მიეტევებათ შეწოდებები. არა. ადამიანები რომელიც მონანულები არიან, აღმსარებლები არიან, შეიძლება ჯერ მაზიარებელი არ იყოს, მაგრამ ნახეთ აღმსარებლები არიან და ყოველივე ცოდვა რაც მათ ახსოვთ, აღიარეს ღვთის წინაშე, მას შემდგომ ის ცოდვები, რომელიც მათ არ ახსოვთ, ანუ ვინმესგან თუ ესე რომ ვთქვათ, შეურაცხყოფილი სულიერად კრულა არის, მაგ შემთხვევაში მიეტევებათ ეს შეცოდებები. თორე ადამიანები შეიძლება ისე გაიგონ, რომ მე აღსარებაზე არ ვაბარებ, ეკლესიაზე და არ ვცხოვრობ, მივალ 7 გზის ზეთიცხებაზე და გამიგია, რომ ცოდვები მიეტევებათ. ასე რომ მიეტევებათ მხოლოდ ის ცოდვები მონანულებს, ვისაც ესე რომ ვთქვათ, არ ახსოვთ თავისი წარსული ცოდვები. კეთილი გავაგრძელოთ. ხო, ესეთი კითხვა არის, ლოცვებში რომ არის ხშირად უკუნითი უკუნისამდეო. ზოგი განმარტავს, რომ ეს სიბნელეს ნიშნავსო და შეცდომით ლოცულობთო, ანუ უკუნეთ სიბნელესთან აკავშირებენ. არა, ჩემო კეთილო, მადლობა შეკითხვის. ეს არის ესე რომ ვთქვათ, დაუსრულებლად, მარადიულად. აი ესე რომ ვთქვათ, სახერებაში შეგხვდებათ სიტყვა ცხოველი. ცოცხალი, იგივე. რა თქმა უნდა, ცოცხალი. აი მიცვალებულთა სული საუხად ახლებულ პანაშვის წერია. დააწესეს სულები, სადაც მართალი განმე იქ აწერია, რომელი ღმერთი ხარ ცხოველთა და მკვდართა. და შეიძლება ყურში მოისმინოს ადამიანმა და იკითხოს, მკვდრების ღმერთი როა კი გავიგე პირობითად ბჭყალებში, ანუ გარდაცვლილები ახსოვლებნა ცხოველების ღმერთი, ცხოველი ნიშნავს, რა თქმა უნდა, ცოცხალს, მყოფს ამავდროულად და ამავდროულად მოველი ავტომატურად მკვდრეთი და ცხოვრებასა. ცხოვრებასა ნიშნავს სიცოცხლეს. იმ ცხოვრებას კი არა, რომელიც დღევანდელი ცხოვრება დასრულება, არა, ცხოვრებასა მერმისამი საუკუნესა. ანუ უკუნითი უკუნისამდე, მარადიულობიდან დაუსრულებლობამდე. სადაც არ არის ესე რომ ვთქვათ დასაწყისი, სადაც არის დასასრული. ჩვენ ხო სამყაროში ყველაფერი საწყისი გვაქვს, მაგრამ სულს აქვს უკუნითი უკუნისობა, დაუსაბამოობა და დაუსრულებლობა და ღმერთს დაუსაბამოობაც არ აქვს, ანუ დასაწყისიც არ აქვს. კეთილი. როცა ანდრია კრიტელის კანონს კითხულობ, ბევრი საკითხი არ მესმისო და როგორ მოვიქცევ. ზოგადად მადლობა ჩემო კეთილო შეკითხვისთვის. ანდრია კრიტელის კანონი კი არა, საერთოდ გირჩევთ. რასაც კითხულობთ, ძალიან გულისხმიერად იკითხეთ. ცოტა იკითხეთ, მაგრამ იცოდეთ რას კითხულობთ. თუნდაც დილის ლოცვები. აი მე ხო წეღან ვახსენე. ამიტომ ეს რადგანაც წელიწადში ერთხელ იკითხება, კურსაც კი ეუცხოება, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით იმით, რომ აი მე ერთხელ წავიკითხე, ან ერთხელ მოვისმინე და ეს იყო დღეს ხუთშაბათის ლოცვა და დამთავრდა. არა. ნახეთ კეთილი საქმე რა არის. ნახეთ მარხვის სრულყოფილება კიდე საითკენ მიდის. ხვალაც წაიკითხე ერთი მუხლი, ზეგ წაიკითხე მეორე მუხლი და თუ ძველი თუ ახალი ამხსარებელი ხარ, მოდი თქვენ თავს უთხარით. მე ეს ვერ გავიგე. მოდი ამარხვაში ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებ. ანდრია კრიტელის კანონს გავეცნობი. ყოველი კანონის შემდგომ ზოგიერთ წიგნებში არის მისი განმარტება. ასე რომ მთელი ქრისტიანობა რა არის, რაც ვერ გაიგე, ის უნდა ეძებო.
აი მე წეგან ვახსენე რომ ადამიანები სვავენ შეკითხვას და აი ხომ პირდაპირ ეთერში ეს ვერ ვკადრულობ ამას, მაგრამ მრევლს ესე ვეუბნები, მიმართავ. კითხვას როცა დამისვა ვიცოდეთ, მე შეგეკითხებით, თქვენ რა გააკეთეთ ამ კითხვის მოსაძიებლად და რაც თქვენ ვერ გაიგეთ, იმას გეტყვით მე, რომ პირდაპირ ვერ გავიგე და მამაოს კითხავ, ესე არ არის სწორი თქვენთვის. გამზადებული პასუხი არ არის. ეს იგივეა, რომ პირობითად დავალება, განტოლება გქონდე და პასუხი ან სხვას კითხოთ, ან გადმოიწეროთ. თუ თქვენ არიცით ამ განტოლების ამოხსნა, სხვა თულს გაგიჭირდებათ. დაივალდებული თავი ეძება უფრო მეტი, რაც დღეს ესე რო თქვა არიცი. კეთილი. იუდამ ვერცხლის გულისთვის გასცა უფალი თუ არ ირწმუნა, ანუ არ სჯეროდა მისიო. ზოგადად იუდას მაცხოვრის მიმართ რწმენა რომ არ ქონოდა, ჯერ მაცხოვარს არ შეუდგებოდა. ეს ერთი. მეორე ასე მინდა აღვნიშნო, რომ იუდას სინანული ქონდა. თორეს 30 ვერცხლი მიუყარა ვისგანაც აიღო. მაგრამ უმთავრესი ნახეთ რა არის გამოხატვა ამ სინანულისა და გაზრდა სინანულში. ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანს აქვს მხილება სინდისის საშუალები, რომელიც არის ხმა ღვთისა სულში, მაგრამ თუ ადამიანი ამ ხმასთან არ მეგობრობს და არ უსმენს, ზუსტად ისე მოიქცა მე როგორც იუდა. პატივმოყვარეობა და მეორე ვერცხლის მოყვარეობა და უმთავრესი შური, რის გამოც კაინმა აბელი და რის გამოც ანგელოზი გარდამოხდა ზეცით. კი ბატონო. მარი გწერს ბავშვმა რომ იმარხულოსო 4 შაბათი პარასკევიო შეუძლიაო ეზიაროსო? მარი, მადლობა კეთილო და პირველ რიგში ხა თქვენ ბავშვი რამდენ ასაკის ადამიანს გულისხმობთ. ეხლა თუ ზოგადად ბავშვი გულისხმობთ 4, 5, 6 წლის ასაკს, საერთოდ არ არის სასურველი ამან იმარხულოს. მე ესეთი ასაკის ბავშვებს ესე ვამარხულებ. ეცადეთ რომ დაიმახსოვრო ჯერ 4 შაბათი და პარასკევი, რომ ამ დღეს არ თქვათ მაინც ტყუილები. ამ დღეს არ გააბრაზოთ მშობლები და ასე შემდეგ. და ზიარებისთვის აუცილებელი პირობა არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 4 შაბათს იმარხულებ თუ პარასკევს. ზიარებამდე მისასვლელი შემეცნება გზა უნდა გაიარო მოძღვართან, სინანულით და ის მოძღვარი განგიწესებთ, თქვენ როგორ იმარხულოთ და მე როდის ეზიაროთ. კი ბატონო, და როგორც მახსოვს ჯულის კანონიდან 15 წლამდე მოზარდებს მარხვა არ მოეთხოვება და მე უბრალოდ რომ მივაჩვიოთ ნელა 12 წლიდანაც იმარხულოს. მაგრამ ჯერ ვასწავლოთ მამო ესეთი მიდგომა რატო არ ჭამს. ბავშვმა უნდა გაიგოს რომ ის კლასელებთან ერთად რომ მივა სატრაპეზოში და ყველა იყიდის მაპატიეთ რაღაც პიცას და ამან როგორ უნდა გაიგოს, არ იცის ჯერ უფალი რა არის, არა აქვს იმდენი საკმარისი ყვავილი რომ მისთვის ეს დაითმინოს, ამავდროულად იცის რომ თუ შეჭამა დააშავებს. ამიტომ ჯობია ჯერ ჭამოს და მიირთვას და ღმერთი გავაცნოთ და მე თვითონ მივხვდება როდის შეიკავოს თავი. რა თქმა უნდა. ათეისტურ ეპოქაში და უფრო ადრეც მაღალმთიან რეგიონში ტაძარი აღარ ფუნქციონირებდაო და ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდაო. დაბადებიდანვე სპეციალურ რვეულში ჩაწერდნენ ნათლიების ვინაობას და ასეო ადგენდნენ ნათლიება თողოთ რეალურადო არ ინათლებოდნენ. და მათო ღმერთი მოუნათლავად ჩათვლისო? ხო. მადლობა შეკითხვისთვის. ეს ძალიან საინტერესო და ცოტა გასაშლელი საკითხია, მაგრამ მე ძალიან მოკლედ გავცემ ამას პასუხს. პირველ რიგში ნახეთ, ჯერ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც შეძლებს დაგვარად ეს ტრადიცია შეინარჩუნა. ეს მინდა გულწრფელად რო თქვა. იქ ხევისბერები, დეკანოზება წოდებულები და ასე შემდგომ. დღეს არ არის ამისი აუცილებლობა და არ ვალდებულება. მეორე რა მინდა თქვა, ნახეთ, ვერ შეძლეს მათ მონათლა. არ შეძლეს არ არის. ვერ შეძლეს. დანარჩენი უფლის მოწყალებას უნდა მივანდოთ. ადამიანი, რომელიც ქრისტიანულად ცხოვრობდა, როგორც კორნელიუსი, შეისმინაო შენი ლოცვაო, რას ლოცულობდა კორნელიუსი, კეთილ საქმეებს აკეთებდა და უფალმა შეისმინა მისი და შეიწირა. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები დღევანდელ დღეს მოუნათლავები არიან მირონცხებით, მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ომში დაღუპული ადამიანები სამშობლოსათვის სისხლით მოინათლნენ და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დედის წიაღში მონათლული აღსრულებული შვილები ჯერ დაუბადებულები სისხლით ეწამნენ, მოინათლნენ, მაგ შემთხვევაში ეს ადამიანები მე ესე ვთვლი და ვფიქრობ, რომ თავიანთი ცხოვრების წესი იქნება მათი ნათლობის საპირწონე და მისაგებელი, როდესაც ისინი ღვთის წინაშე წარდგებიან. ანუ უარი არავის არ უთქვავს, არ იყო ამისი საშუალება, არ იყო მღვდელი და როგორ გინდა ეხლა მოინათლო. არ იყო იმისი სწავლება, არ ხელეწიფებოდა არავის რომ ნათლობა ჩაეტარებინა. დამთავრდა.
არ უნათულა ავაზაკი მაბატი მამაო, მაგრამ სასაფეულში ნახე როგორ შევიდა, აღიარა სიმართლე, თავისუფლების შეინენა. თუ ეს ადამიანები ესე ცხოვრობდნენ, ძველი აღთქმის მართალი. მორჩა, დამთავრდა. სიზმრად ხშირად ხედავ გარდაცვლილებსო და ეს არ მაშფოთებს პირიქითო. მოსახსენებელშიც კი ვიხსენიებო და რას მიანიშნებსო ეს ყველაფერი? მადლობა კეთილო შეკითხვისთვის. სიზმრის ახსნას ნამდვილად ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ არც ვიცი და არც ვაღიარებ. არ ვაღიარებ სიზმრის ახსნას, მაგრამ ნახეთ რას გეტყვით. პირველი გეტყვით რომ სიზმარი არსებობს. და ჩვენ წმინდა წერილში ამის გვაქვს ერთი ეპიზოდი, როდესაც საულს ესიზმრება და საულსა და ხარ აქ უფალო და ასე შემდგომ. სიზმარი არსებობს სამი სახის. პირველი სიზმარი, ზოგადად რა არის სიზმარი? ადამიანი იძინებს და მისი ტვინის უჯრედები, სარქველები ყველა არიხურება. ძილბურანი, ანუ როგორ ვთქვა, ადამიანი როცა იღვიძებს, ხო ქონი ეს მდგომარეობა, რომ ახალი გაღვიძებული ხარ და ხანდახან საკუთარ სახის კი არ გონია რომ ხარ, ან სხვაგან ხარ, ან რაღაცები ნელ-ნელა გახსენდება. რას ნიშნავს ეს სისხლი? ტვინის უჯრედებს ამარაგებს, იხსნება ის სარქველების სადაც ინფორმაციები არის და ვიხსენებს გულშინდელ დღეს, წარსულ, მომავალ გეგმაზე და ასე შემდგომ. როცა ადამიანი იძინებს, არის ესე რომ ვთქვათ, უფრო ენერგიულად მოძრავი ტვინის უჯრედები, რომელიც არიხურება და სიზმრის სახით ტვინი იმახსოვრებს ამას, რასაც ჩვენ სიზმარს ვეძახის. ნუ ეს ძილი სადღაც მესამე ფაზაში ხდება. ეხლა ნახეთ როგორ ხდება სიზმარი არსებობს ღვთისგან პირველ რიგში არის ესეთი სიზმარი ანუ ღვთისგან მინიშნება ხდება რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირს ეუბნებიან თუ ეს სიზმარი არის რაღაც უჩვეულო რომ არ გამოეცხადა ანგელოზი ან უფალი რომ ადამიანი შეიძლება უცბად აღესრულოს შიში დაეცა ზაქარიას ანგელოზი რომ დაინახა და ჯერ ზაქარიამდე რამდენი გვაკლია ჩვენ და ჩვენ რომ ანგელოზი დავინახოთ შეიძლება ვერ დავიდიოთ მეორე თუ ადამიანი სიზმრის დაჯერებებს დაიწყებს ეშმაკი ანუ ბოროტი შეიძლება სიზმრის სახით მოევლინოს და მესამე სიზმარი არის პირდაპირ ცხოვრების წესიდან რაზეც შენი ცხოვრება ფიქრი ენერგია ხშირად არის ის შეიძლება ესე ჩვენ ხალხურად რო ვიტყვით ჩაკვეს ანუ ამ ემოციით დაიძინე და ტვინმა გააგზელა იმაზე ფიქრი, რასაც ტვინის უმრავლესობა უჯრედი ღია რო იყო, მაშინ რო ფიქრობდა. არაზროს სიზმარი არ ახსნათ, არაზროს სიზმრის არ დაიჯეროთ და არაზროს სიზმრით არ იცხოვროთ. პირველი სიზმარი, რომელსაც მოაქვს შფოთი, წუხარება და შიში პირდაპირ ეშმაკისგან და ბოროტისაგან არის, რამე თუ ღვთისგან ეს არ მოდის და მეორე, ნუ მოიხიბლებით სიზმრით კი არა, სიცხადეშიც რო დაინახოთ, მე ზესაში უფალი ვიხილე, აბა სადგინა რო დაინახო უფალი და სადღაც რაღაც ჯვარი გამოისახა. რატომ იხილე შენ ეს არის მთავარი ვეძებოთ და არა იმით ვიამაყოთ ჩვენ რაღაც ესე დაგვისიზრა. ილოცეთ თქვენი მიცვალებულებისთვის და უფრო მთავარს გეტყვით. თქვენ ეცადეთ ქრისტიანულ ცხოვრებას. კეთილი მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიდი მადლობა. დამლოცეთ მამაოიგო. გაიხარეთ მართლა დაგლოცოთ. ამაო იცით მე და უცნაური კითხვა შეიძლება კითხვაც არ არის ალბათ რეპლიკა რასაც უსმენ დიდი ხანია უსმენ თქვენს გადაცემაზე მე რამე მაინტერესებს რომ აბსოლუტურად ყველა კითხვა ვინც კი დასვა რესპონდენტმა კითხვა სულ არის აი თავი როგორ გადავიჩინე სულ როგორ ვაცხამო მარხვაში როგორ შემერგება მე ესე მგონი ჩემი მოკლე თქვით ამბობ ამას რომ კითხვა არის შესაძლებელი ალბათ უბრალოდ სიყვარულით უბრალოდ უფლის სადიდებლად მარხვა უფლის სადიდებლად ხმა უფლის სადიდებლად ლოცვა მე მგონი ალბათ ყველაზე ის არის ხო რა თქმა უნდა კი ბატონო მართალი ბრძანდებით ხო რაღაცა ყველა რასაც ვისმო ყველა გამოდის იმითი აი მე თავს როგორ უშუალო უბრალოდ უანგაროს მოხდება არა თავს მე იფიქრე იმაზე თავს როგორ უშუალო ჯერ პირველი თაყვანი იცი ჩვენი სარწმუნოება დგას ღმერთის და მოყვასის სიყვარულს აი ეს არის ყველაზე მთავარი და ამის გარშემო აქედან მოდის ყველაფერი ღმერთის და მოყვასის სიყვარული აი ეს არის ყველაზე მთავარი სწორად აღნიშნეთ თქვენ სიყვარული არის სიყვარული რაღაცა კედის მოხრა უფლისინერი და მე უკვე იმაზე ვფიქრი მე თავს როგორ უშუალო იყო გაიხარეთ მართალი ბრძანდებით კი ბატონო იცოცხლეთ მადლობა ნუ არავით არის უცნაურობა ამაში არ იყო ძალიან კარგი და მისაღები შეკითხვა როგორც ყოველი და როგორც მამაო მბრძანა მამაო როგორც თქვენ მბრძანებთ უფალი სახარებაში ამბობ შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა გონებითა ძალითა ნებითა ნახეთ იმიტომ კი რომ ეს მას სჭირდება იმიტომ რომ შენ გსჭირდება ანუ სული ცხოვრების წესით გონების სული და ამიტომ უნდა გაიცნო ვინ გიყვარს და რატო გიყვარს და მეორე შეიყვარე მოყვასი შენი როგორ ვითარცა თავითვისი და
და ვინ არის მოყვასი ჩემი, ვისაც კი ამ სამყაროში ხედავ და ვისაც კი ამ სამყაროსთან ურთიერთობა და გადაკვეთა ქონია, ყველა შენი მოყვასია. არ გიყვარს შენ და არ უნდა შეიყვარო მისი საქმეები და სიყვარულის ნაყოფი არის, როცა ის გებრალება, როცა ხედავ, როცა ის ცოდავს, ან ცოტა სულიერ თუ ფიზიკურ სუსტ მდგომარეობაში არის. მოყვასი სიყვარული. კეთილი, მაყურებელია ისე. ისმენთ ეთერში ხართ. დიახ, და შეკითხვა. დიახ, დასვით. ძალიან. ვარდა მაქვს ჯანმრთელო გაუარესებული ჯანმრთელობა ვერ მივდივარ ეკლესიაში და სამთელი ავანთო ვერავ მარხულობ და დანაშაულია თუ არა ეს მაინტერესებს თქვენგან გაიხარ მადლობა მადლობა კეთილო ხა ძალიან მოკლედ პასუხი იმისა რომ აქ დანაშაული არ არის მაგრამ თქვენ შეგეძლიათ სახში აანთოთ ყველაზე დიდი სანთელი და ეს დიდი ბჭყალებში მაპატიეთ უნდა იყოთ თქვენ თქვენ და ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი თუ არ ვიქნებით სანთლები, ანთებული სანთლები. ეს ყველაფერი არის მეორე. რა არის სანთელი? პრაქტიკული საშუალება, დამხმარე საშუალება ღვთისწინაში მადლიერების გამოხატვის. სანთელი არის ძაფი და ცვილი და მარტო ესი არის უხმარ, ჭყალებში რო ვთქვა და უხეშად თუ არ გამომივა, გამოუყენებელი და ანთებული სანთელი არის უკვე თავისი დანიშნულებით. ცვილი გარს ეტყმის ძაფს, როგორც ჩვენი სხეული გარს ეტყმის ჩვენ სულს. ამიტომ სული არის როგორც ძაფი, მოდი ესე გავიგოთ და მის მდგრადობას ინარჩუნებს ეს ცვილი, ჩვენი სხეული და თუ ჩვენი საქმეები ანთებული სანთელივით არ იქნება, რას აკეთებს ანთებული სანთელი? ანათებს. რაღაცა დაინახო, ვიღაცას რაღაცას არ დაეჯახო, წაიკითხო, კეთილი საქმე გააკეთო, ტრაპეზი მოამზადო, მოყვასი საამებლად. ჩვენი საქმეებიც ესეთი მანათობლები უნდა იყვნენ ოჯახის წევრთათვის და ყველგან სადაც ჩვენ ვართ და ეს ანთებული სანთელი არის სიყვარული. ანუ თუ მე ჩემ თავს, ჩემი სულისთვის და სხვას კეთილ საქმეებს ვუკეთებ, ესე იგი ანთებული სანთელით ვარ. ტაძარში ბევრი სანთელი რო დაანთოს და სახში ჩამქრალი სანთელივით თუ ვართ, ეგ უფრო დიდი ცოდვაა ვიდრე პირიქით. კი ბატონო, ისე მაყურებელია. გისმენთ? დავლეთეთ მამა დიდი სიყვარულით მოგესალმებით. გაიხარეთ. ასევე მე იმდენად კითხვა არ მინდოდა გამესა, უბრალოდ დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა, რომ რადიო ივერი ძალიან კარგად დიდი განმარტება არის ანდრია კრიტელის კანონის. თვალწები მგონი მამა გიორგი წეროძე განმარტავს და ეხლა ვურჩევდი, რომ ეს მოусმინოთ და თქვენი ეთერითაც მინდოდა ეს მე თქვა, რომ ძალიან რთულია გასაგებად, ზოგი ვერ იგებს ძველი ჩვენს ეთერშიც გადის ხოლმე. დიდი მადლობა მინდა გადავხატო კრიტელის კანონის განმარტება და შეგიძლიათ მოიძიოთ. მადლიერების წერს ანტიკური ფილოსოფიის შესახებ ძალიან ბევრჯერ მოგწერა ამ ადამიანმა ცოტა უნდა მოითმინოთ ხო უნდა მივიდეთ თქვენს კითხვამდე ლუკა არ არის ამდენი მოწერა საჭირო ერთხელ საკმარისია ანტიკური ფილოსოფიის წარმოშობის პერიოდში პარალელურად ებრაელი ხალხი განვითარების რა ეტაპზე იმყოფებოდა და თუ ვიცით მაგალითად პლატონის დროს რომელი მამამთავარი ჰყავდა თუ ან წინასწარ მეტყველიო. მე როგორც მახსოვს, ამ პერიოდში მამამთავარი აღარ ყავდათ. უკვე ყავდათ მღვდელმთავარი იერუსალიმის ტაძარში და ის იყო მათი სულიერი, ასე ვთქვათ, ლიდერი. და ეხლა სახელი არ მახსოვს. ხო, ეპოქალურად იყო, ხო, მამამთავართა ხანა, მსაჯულთა ხანა და უკვე მერე შემოვიდა მღვდელმთავართა ხანა და თანხმედრაში ეხლა კონკრეტულად რომელი იყო სახელით ნამდვილად მე ვერ ვიხსენებ. უბრალოდ შეკითხვის შინაარსი, რატო ამ ადამიანის სახელი ჭირდება, ეს შეიძლება ზოგადად მოიძიოს საიძე, მაგრამ ნიშნულობა, კითხვის მნიშვნელობას ვერ მივხვდი, სახელი არ ვიცით მოკლედ. კეთილი, ესეთ კითხვა არის, რას ნიშნავსო, ვისაც თქვენ გახსნილი იქნება და ვისაც შეკრავთ, შეკრული იქნებაო. კეთილი, ნუ ამაში ხა სახარებისეული სწავლება ეს და პეტრეს მიეცა ამის გასაღები. ხა ჩვენი ემაზე ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ხო? ადამიანი, რომელიც ამას ორი მხრიდან შეიძლება ადამიანმა ახსნა მოუძიოს, ანუ გაგება გაიგოს. ჩვენ ნახეთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცოდვებზე დამორჩილებულია და დამოკიდებულია, ესე შეიძლება ვთქვათ, რომ ის ცოდვებისაგან არის შეკრული. უხეშად რო ვთქვათ, შეპყრობილი ან გარემოცული. და სინანული არის საშუალება იმისა, რომ ამ ცოდვებისაგან დაიხსნას ადამიანმა. და ესე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ვთქვათ, რომ მე ვნანობ, მაგრამ ვის წინაშე ნანობ?
ადამიანი რომელიც არ ნანობს ამას ღვთის წინაშე და დღევანდელ დღეს და დღევანდელ ეპოქაში სასულიერო პირის წინაშე მას შენდობა არ მიეცემა ღვთისგან. იყო პერიოდი, როდესაც სასულიერო პირები არ იყვნენ ჩვენ არაერთი ძველ ღვთისმსახურის სწავლება გვაქვს და ხალხური ტრადიციებიც, რომ ადამიანები ზღვისპირაც მიდიოდნენ და ცოდებს ტალღებს უყებოდნენ. იყო განტევების ვაც ცხოველებს ცხოველების წინაშე აღიარებდნენ. ცოდებს და ანუ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა ეს შინაგანი მდგომარეობა, რომ აი ამ ცოდვის სიმძიმით არ უნდა სიარული და ეს უნდა რაღაცნაირად აღმოეთქვა. და ეთქვა ისეთი ადამიანის, რომელიც ამას ან შორს წაიღებდა, ან დაიკარგებოდა და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს ეკლესიაში გვაქვს ამის საშუალება, უფალი ამბობს. მოვედი ჩემ და ყოველი მაშრვალი და ტვირთმძიმენი და პოვოთ განსვენებայի სულთა თქვენთან. ფიზიკურ მდგომარეობას კი არ გეუბნება, თქვენი სულის განსვენებას იპოვითო და ისწავლეთო ჩემგან უფალი ამბობს. რამეთუ მშვიდ ვარ და დაბალგულით და სიმშვიდე და სიმდაბლე არის უმთავრესი საშუალება, რომელიცაც დედა ეკლესიაში რომ მოხვალ, სულის განსვენებას პოვებ. და ჩვენი სული და ცხოვრება დამწუხრებულია, რომელსაც უღელი ქვია და უფალი ამბობს. უღელი ჩემი ტკბილარ და ტვირთი ჩემი მსუბუქარსო. ანუ თუ შენ ჩემთან მოხვალ, მაშინ შეგიმსუბუქდება. ისევ გექნება ეს პრობლემები ამ ეტაპზე, მაგრამ რწმენით და ღმერთით ეს იქნება გადალახვა. კი, აი სულ რამდენიმე წუთი გრჩება და იქნებ მოვასწროთ რამდენიმე კითხვა. ადამიანის გარდაცვალება ღვთისნება არისო? დედამიწაზე ორი რამე ხდება. ზოგადად მინდა იცოდეთ, ხდებათ ესეთი რამე. რაც სამყაროში ხდება, უღმერთოდ არაფერი არ ხდება. პირველი არის ღვთისნება და ვისაუბროთ ჩვენ რა არის ღვთისნება, ყველაფერი კარგი, მაცხოვნებელი და მეორე არის ღვთის დაშვება. და ღვთის დაშვება არის, როდესაც ადამიანის ნება ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. როდესაც ადამიანი ყველა ჯვარი გწერია თავს მოიკლავს, ეს ღვთისნება არავითარ შემთხვევაში არ არის. ეს არის ადამიანის ნება, რომელიც ეწინააღმდეგება საღვთო ნებას და საღვთო საშუალებას, მადმოსილებას არ აღიარებს, ანუ სასოს წარკვეთილებაში ვარდება, ანუ ის გამოსავლის უიმედობაში სასოს, ანუ იმედს ღმერთზე, რომ რაღაც საშველი იქნება, ამას წარიკვეთავს, ამას ქვია სასოს წარკვეთა და მე თვითკლობით აღასრულებს. ანუ ღმერთს პირდაპირ ესე რომ ვთქვა, ღვთის ყოვლის შემძლეობას უარყოფს. ამიტომ ეს არ არის ღვთისნება. ღვთისნება არ არის, როცა ადამიანი ცოდვას ჩადის. აი ეს მინდა რომ ვთქვა. კი, ადამის და ევას შვილები ერთმანეთზე დაოჯახდნენო? დიახ და ეს იმ დროს მისაღები ხდებოდა. რა თქმა უნდა, მისაღები დასაშვები და კიდევ უმეტეს, როდესაც თაობა და ტომები მრავლდებოდა, ყველას თავიანთი ოჯახიდან მოყავდა, ანუ იმ ტომიდან. იქ წერია, რომ როდესაც სეთის კაინმა აბელი რომ მოკლა, შემდგომ იყო სეთი, ანუ სეითი. ამას დაერქვა ღვთისშვილები. ანუ საღვთო მოაზროვნეობის სწავლების შვილები და კაინის შვილებს ადამიანის შვილები დაერქვა და მათ შორის დაიწყესო მიმოსვლა. და ეს არის სათნოეო უფალს, ანუ რა, როდესაც საღვთო აზროვნებაში, საღვთო სიწმინდე ცხოვრებაში შემოაგ ადამიანს ცოდვა. აი დაახლოებით ესე რო ვთქვა. და იქაც მე ესეძებდნენ. ანუ მე ნელ-ნელა შორდება ეს კვარები, ტომები, თემები და ნუ ახალ აღთქმაში რა თქმა უნდა უკვე იგრძალება ეს და იგრძალება. დაუშვებელი. ისააკის ცოლი ხო მონა გააგზავნა, რომ ცოლი მოიყვანა საძლოდ თავიანთი ტომისა და თავიანთი სანათესაოდან. კეთილი. დიდი მადლობა მამა დავით ბოგდანებისთვის. მადლობა მსმენელებს, მადლობა თქვენს ტელევიზიას და ყველას მადლობა ჩვენი უწმიდესიდან დაწყებული, ვინც ამის საშუალებას გვაძლევს. მცირედი ცოდნა მაინც რაც გაგვაჩნია ამის ნებისმიერ ადამიანამდე მიტანას და მადლობა განსაკუთრებით იმ ხანდაზმულებს, ვინც აი ესე ამას საკში ამდენი პრობლემის მერე კიდე ცდილობს რაღაცა შეიმეცოს და გააკეთოს და კიდე ყველას განსაკუთრებული მადლობა მომავალთაობას, ვინც დღეს სადაც გაიხედა უმრავლესობა ცოდვის წყარო ჩქებს და კიდევ სულიერებას ეძებს და კიდევ ზნეობრივ და მაცხოვნებულ ცხოვრების გზას ეძებს. მადლობა ყველაფრისათვის. მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ზულეისკირი, გადაცემას უძღვებოდა ლორჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალუბლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით, ღმერთმა დააგლოცოთ და გაგახაროთ.